მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი. მე მისი წამყვანი ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალუბლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 230 15 15 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც ჩვენი სტუმარი გიპასუხებთ და რომელიც გახლავთ ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. მოგესალმებით, მამა დავით. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ. სულ მალე ჯვართამაღლების დღესასწაული გვიახლოვდება და ორიოდე სიტყვით აი ამ დღესასწაულის შესახებ რომ გვესაუბროთ და მოვთხროთ. ეხ, მრავალს დავესწროთ ძალიან თქმა უნდა მნიშვნელოვანი დღესასწაული არის, რომელიც ქრისტეს უნებასთან, ჯვარცმასთან არის დაკავშირებული. ისტორიულად ესე განვითარდა მოვლენები, იცით რომ პირველი საუკუნის განმავლობაში ეკლესია იდევნებოდა, ყოველთვის იდევნებოდა, მაგრამ სისხლიანი იყო ეს დევნა. ქრისტიანებს არ ძლეოდათ საშუალება ჯეროვანი ღვთისმსახურების, მიწის ქვეშ იყო კატაკომბებში, დამალულ ადგილებში ღვთისმსახურება, თეებში და ასე შემდეგ, ხოლო როდესაც უკვე ხელისუფლების სათავეში მოვიდა პირველი ქრისტიანი იმპერატორი კონსტანტინე, რომელმაც საზე მიიღო ჯვრის ნიშის გამოსახულება და უწყება, რომ ჯვრით დაამარცხებდა ყველა მტერს. აი ამის შემდგომ მეფე კონსტანტინეს გაუჩნდა დაუოკებელი სურვილი იერუსალემში, წმინდა ადგილებში, სადაც მაცხოვარი მოღვაწეობდა. არქეოლოგიური გათხრები ჩაეტარებინა, მოეძიებია მაცხოვრის ყოფილი ჯვარი, გოლგოთა, ისე აღდგომის ადგილი და სხვანაირად მეცნიერულად შეესწავლა ეს ადგილები და თავისი დედა ღვთოვანი ელენე დედოფალი გააგზავნა იერუსალემში და იქ ხანგრძლივი ძიების შედეგად, როგორც უფალი ამბობს სახარებაში, არ არის დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, უფალმა წინება, რომ M3 საუკუნის დაფარულობის შემდგომ გამოცხადებულიყო და კაცობრიობას ან მორწმუნის საზოგადოებას ამაღლებულად ჩვენებოდა ცხელმყოფელი ჯვარი, რომელიც არის ცხოვრების მომცემელი, მაკურნებელი და ცხოვრების ორიენტირი ჩვენი. რომაელი წარმართი იმპერატორები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ დაეფარათ ადამიანებისთვის ის მოვლენები, ის წმინდა ნივთები, სიწმინდეები, რომელიც ქრისტესთან იყო შემხებლობაში და ის ადგილი, სადაც მაცხოვრის ჯვარი იყო დაფლული და ის ზოგადად გოლგოთის ადგილი ნაგავსაყრელად იყო გადაქცეული და როგორც ვთქვით, უფლის მიერ გამოცხადდა ეს ყოველივე. პატრიარქ მაკარის მიერ აღსრულდა შესაბამისი ღონისძიება, ღვთისმსახურება, ჯვარი აღიმართა. ეს იყო უდიდესი სიხარული იმდროინდელი საზოგადოებისთვის და იქიდან მოყოლებული უკვე დაწესდა ჯვართამაღლების დღესასწაული. ეს დღე არის მიუხედავად იმისა, რომ არის შაბათი დღე, ეს ერთდღიანი მარხვა არის, მძიმე მარხვად ვერ მივიჩნევთ, რადგანაც შაბათი დღე დაემთხვა, შაბათის მოსვენების დღე არის, დღესასწაულის დღე არის, მაგრამ ასევე გარკვეულ რაღაც ჩარჩოში ამ კუთხით გვაქცევს ჩვენი ტიპიკონი და თქმა უნდა აუცილებელია ამ დღეს რომ ჩვენ შესაბამისად დავესწროთ ღვთისმსახურებას და ჩვენშიც განახდეს ჯვრის ძალა. ჯვარს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ადამიანის გამარჯვების საქმეში, ისტორიულად ესე მოხდა, რომ ჯვრით გაიმარჯვა მეფე კონსტანტინე ჯვრის ძალით, რაც არის ნიშანი და უწყება იმისა, რომ ყველა მტერზე ჯვრით გავიმარჯვებთ, როგორც ბრძანებს პავლე მოციქული. სიტყვა იგი ჯვარისაი, წარწმენდულთა ამათვის სიცოფე არის, ხოლო ჩვენ ცხონებულთა ამათვის ძალ ღვთისა არსო და ასევე პავლე მოციქული თავისი ქადაგების დროს ესეთ სიტყვას ამბობს, რომ არარაი დავიდე გულსა ჩემსა, უწყება თქვენ და გარნა ქრისტე იესო და ესეცა ჯვარცმული და სწორედ ჯვრის შემდეგ იწყება ქრისტეს განდიდება, კაცობრივი ბუნების, რომელიც მან მიიღო და ჯვარს უკავშირდება ქრისტეს აღდგომა, კაცობრიობის გამოხსნა, სიკვდილის დამარცხება, ეშმაკის დადგუნა და ჯვარზე აღარ ვამბობთ, რომ ეს არის სიმბოლო. ჯვარი სიმბოლო იყო, სანამ ქრისტე ჯვარზე გაეკვრებოდა, ხოლო ჯვარზე გაკვრის შემდეგ ჯვარი გახდა ცხელმყოფელი იარაღი სიწმინდე და ყველამ უნდა ვცეთ შინაგანად და ასევე გარეგნულად მაცხოვრის ცხელმყოფელ ჯვარს დაგვასრულოთ ფსალმონის სიტყვები. თაყვანისეთ ადგილსა, სადაც ადგეს ფერხნი მისნიო. რავოს დავესწროთ, შეგვიწიოს ჯვრის ძალა.
მაყურებელი გვყავს, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ისაუბრეთ. იცოცხლეთ, გაიხარეთ. ერთმა დაგლოცოთ. გამოცდების შესახებ ძალიან მიყვარს მათვინეს პისმა და ვასაძმა ჩემაკურა და შინაარსები გამომავსწორნე და არის თუ არა სული საქმეები მათვინეს კითხვა აი მაგალითად ეხლა მათ კითხულობ რომ სიკვდილამდე მოწმუნე ხავდა მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს ეს მაინტერესებს ეს ფრაზა პირდაპირ გაგებით თუნდაც გავიგოთ თუ არა მე მგონი ეს თვითონ პირდაპირ გაგებით თუ არა გავიგოთ მაგრამ არ ვარ დაწუნებული და აი ეს მაინტერესებს ფრაზა გაიმეორეთ ფრაზა რო გაიმეოროთ ფრაზა ცოტა ცუდად ისმის და ციტატა რო გაიმეოროთ ფრაზა სიკვდილამდე მოწმუნე და მოგცემ სიცოცხლის აჰა გასაგები გასაგებია, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად წასაკითხი და გასააზრებელი წიგნი არის გამოცხადება, იგივე აპოკალიფსი, რომელიც ბიბლიურ წიგნთან ნუსხაში არის ბოლო წიგნი, რომელიც მოგვითხრობს სამყაროს აღსასრულს და აპოკალიფსურ პერიოდს თუ როგორ დაასრულებს სამყარო თავის არსებობას, ხო? ყოველივე დროს შექმნილი დროშივე დაესრულება და სამყარო მატერია და ბუნებრივია ყოველთვის ვერ იარსებებს. რა თქმა უნდა, ღმერთმა სამყარო იმიტომ შექმნა, რომ ადამიანს ეცხოვრა და გახარებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხარო ჩვენი ცოდვებით დავამძიმებთ სამყარო. ფსალმუში ამბობს უფალ ესეთ სიტყვებს, რომ დაამყარა ღმერთმა სოფელი, რათა არა შეიძრას, მაგრამ როდესაც იგივე თქვა წარღვნის დროს, როცა ღმერთს სხვა არჩევანი არ ქონდა და სხვა სიტყვები შესაბამისობაში ვერ მოიყვანა მოსე წინასწარმეტყველმა და ესეთი რამ დაწერა, რომ ღმერთმა ინანა ადამიანის გაჩენაო და ახლობით იგივე სიტუაცია იქნება ბოლო ჟამს და აი ეს ყოველივე აღწერილი არის ამ წიგნში, რომელიც თვით წმინდა მამებისთვისაც კი საკმაოდ რთულად გასაგები წიგნი იყო და მე-6 საუკუნემდე ახალი აღთმის წიგნთან ნუსხაში არ შედის გამოცხადება მიუხედავად იმისა, რომ მისი ავტორი არის იოანე მახარებელი, უფლის საყვარელი მოწაფე, რომელიც მაცხოვარს მკერდზე მიეყნოს, აიდუმლოს ერობის დროს, რომელმაც ქრისტეს უერთგულად თავა ჯვარცმის დროს, აი ამ შედარებით ამ დაფარულობის და დიდი სიმბოლოების გამო, იმისთვის რომ მორწმუნეები გარკვეულ ჩიხში არ შესულიყვნენ და რაღაც სხვადასხვა ფიქრები არ წამოსვლოდა წმინდა სარწმუნოებაზე და ჭეშმარიტების გზას არაცდენოდნენ, ამიტომ გარკვეულწილად დაფარული იყო ამ წიგნის არსებობა უბრალო რიგითი მორწმუნეებისთვის და უკვე მე-6 საუკუნიდან შედის ის ბიბლიის წიგნთან ნუსხაში დაიწყეს მინდა მამებმა წიგნის განმარტება, შესაბამისი აი იმ წიგნიდან ციტატების ამოღება და ერთ-ერთი ცნობილი ციტატა, რომელსაც ჩვენი პატრიარქიც ხშირად იმეორებს, სწორედ ეს არის იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილამდე და მოგცე შენ გვირგვინი ცხოვრებისაი, რა თქმა უნდა ეს პირდაპირი გაგებით არის ნათქვამი, არ დაკარგო რწმენა, ამ სოფელში ჩვენ ბევრი განსაცდელი გვაქვს, ბევრი განსაცდელს უშვებს უფალი, მას არ უთქვია რომ განსაცდელები არ გექნებათ, თქვა რომ განსაცდელები მოვა, მაგრამ რწმენა არ დაკარგოთ, ნუ გეშინინ, რამე თუ მე მიძლევია სოფელსა, მე თქვენთან ვარ და აი ამ რწმენით, ანუ ქრისტეს სიტყვების რწმენით და ქრისტეს ჯვარცმის დაღდგომის რწმენით, როცა ბოლომდე იცხოვრებს ადამიანი, ამის შემდგომ ღებულობს ის უხსნელ გვირგვინს, ამას უფალი ჩვენ აღგვითქვამს, რადგანაც გარდაცვალების შემდეგ უკვე რწმენა აღარ იქნება საჭირო, რადგანაც ყველანი საკუთარი თვალებით ვიხილავთ განკაცებულ უფალ იესო ქრისტეს და დავწმუნდებით კიდევ ერთხელ ჩვენი ეს რწმენა კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეში რეალობაში გადავა. და ესეთი, ასე ვთქვათ, ცნობილი სიტყვები არის აპოკალიფსის ეს სწავლება, რომელიც ყველას უნდა გვახსოვდეს. კი ბატონო, ნიკა გვწერს Facebook-ში, როცა ვართ არც თუ ისე მორწმუნე საზოგადოებაში და გვიწევს მათთან ყოფნა სუფრასთან თუ სხვაგან. რაღაცნაირად უბრკოლდები. ავდგე ვილოცო და პირჯვარი გადავიწერო თუ როგორ მოვიქცე ამ დროს. თუ გულში ვილოცოთ ჩვენთვისო. ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, სიტუაცია, თქვენ უნდა შეხედოთ, ეხლა რა სიტუაცია არის, როგორ ჯობია, რანაირად ჯობია, ეს გარკვეულ გამოცდილებაზე გადის ეს ადამიანებთან ურთიერთობა.
ну ხან ისე ჯობია, ხან ასე ჯობია, რაღაცა დონის ურთიერთობა. ანუ დავკოვდეთ, ყველა ადამიანთან შეიძლება მოგიწიოთ. თავდაპირველად მეც ესე ვიყავი, რომ ახსენდება ხა ჩემი ეს ასე თქვათ ურთიერთობა ახალ მოქცევის შემდეგ ადამიანებთან მეგონა რომ ისინი ცოდვილები იყო, მე მართალი ვიყავი რაღაც ის. ეხა პირიქით მგონია რომ ყველა ცოდვილი მე ვარ და თითოეული ადამიანთან ვცდილობ რომ რაღაცა ვისწავლო და ალბათ ესე ჯობია რომ რაღაცა ფუტკარევით ვიყოთ და ის ცუდი ასე თქვა ცუდს არ მივაქციოთ ყურადღება და ადამიანებს იმ კარგს მივაქციოთ ყურადღება, რომ არ არსებობს ადამიანს კარგი არ იყოს მასში. მაგრამ ისიც არის რომ ხანდახან ძალიან დამღლელი არის ეს ყველაფერი, ხშირად ეს სუფრებით როცა საზღვარი აღარ აქვს დამთავრებას, ხო? ჯობია რომ ხან რაღაცნაირად ისე გავერიდოთ ხო მარტი მისეს გამო რომ არ გვინდა რომ თრობაში შევიდეთ და გვინდა რომ რაღაც ეს მადლი, წირვის მადლი, ზიარების მადლი, ლოცვის მადლი შევინარჩუნოთ. ღმერთმა გონება მოგცა, როგორც ახარებაში წერია, სანთელი კვამისა იარს თვალი, უკვე თუ თვალი შენი ნათელი იყოს, ყოველი კვამი შენი ცხოვრებას ნათელი იქნებაო და აი თქვენი გონებით კონკრეტულ სიტუაციაში უნდა თქვენ გადაწყვიტოთ რა გააკეთოთ და გულის სიღრმეში თხოვეთ უფალს დახმარება, უფალო ესეთ სიტუაციაში ვარ, როგორ მოვიქცე და მაშინვე მოგეცემათ გზა, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ აი ურთიერთობებში. და რა თქმა უნდა ერთ-ერთი საფიქრალი და საზრუნავი თითოეული ქრისტიანისთვის არის ის თუ როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ჩვენ საზოგადოებასთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ასე შემდეგ. რადგანაც ამაზე არის ჩვენი ცხონება და ჩვენი წარწმენდაც დამოკიდებული, როგორც ვამცნობს მინდა სახარება. კეთილი, მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ისაუბრეთ, საღამოშიდობისა. მაინტერესებს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული რადგან გაივლის და მეორედ მოსვლის შემდეგ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ადამიანის სული. გასაგები, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო შეკითხვა. ეს სისტემა და ის საკითხი, რომელთანაც ალბათ მამა ყოველდღიური შეხება გვაქვს ჩვენთან. არ არსებობს დღე, რომ არ იყოს ეს პანაშვიდი, წესის აგება სამწუხაროდ. საკმაოდ შემოკლდა ჩვენი ცხოვრების წლები მრავალი ფაქტორის გამო და ბუნებრივია ქრისტიანობა არ არსებობს ამის გარეშე რომ ჩვენ არ ვიფიქროთ ამაზე, გარდაცვალებაზე, ღმერთთან შეხვედრაზე, როგორც მამები გვამცნებენ, სიკვდილის ხსოვნა ეს არის ერთ-ერთი ღვთის ნიჭი, როცა შენ გახსოვს რომ ამ ცხოვრებაში დროებით ხარ და დადგება ჟამი რომ შენ უნდა წარდგე ღვთის წინაშე და ბუნებრივია დიდი ინტერესი ჩდება უკვე ყოველფრის შემდეგ, ვთქვათ მე ამთავრებ ჩემს ცხოვრებას, აქ არავინ არ დარჩენილა, არც მე არ დავრჩები და რა იქნება მერე. ნუ სანუგეშო ის არის რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მართლმადიდებლები ვართ, დღეს ეკლესია ყველაზე მეტ სიყვარულს აჩენს, როგორც არ გამოუჩენია სხვა საუკუნეებში თუნდაც, იმიტომ რომ ვიცი, ერთადერთი თავარია რომ ადამიანმა ვთქვათ თავი არ მოიკლას და პირდაპირ აშკარად ღვთის მგმობელი არ იყოს და წესის აგებაზე, მსახურებაზე, შენდობის ლოცვაზე ვარს არავის არ ეუბნება და ეს არის უდიდესი ნუგეში. ხომ არსად არ არის ესეთი რამ, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობაშია ცოდვების მიტევება, ჯერ რა თქმა უნდა მიწიერ ცხოვრებაში ჩვენ სინანულს გამოხატავთ, აღსარებას ვამბობთ და გარდაცვალების შემდეგ ხდება წესის აგება. რომლის დროსაც სასულიერო პირი რა თქმა უნდა უფლის მიერ მოცემული ხელმწიფებით და თავად უფალი მოქმედებს ყველა მსახურებაში, აძლევს შენდობას ადამიანის სულს და ეს არის უდიდესი უკვე ასე ვთქვათ ბიძგი სათესასუფეველისკენ, რომ ადამიანს წესი აიგება, იქ მე-9 დღე, მე-40 დღე და უდიდესი პოტენციალი უჩნდება მას სათესასუფეველში დამკვიდრებისთვის. ნუ გარდაცვალების შემდეგ ნუ ბევრი არის დაწერილი იმ შესახებ, რომ ადამიანის სული გადის აზვერებს, მაგრამ რომც არაფერი არ იყოს დაწერილი, ჩვენ ვიცით რომ არსებობს ღმერთი, არსებობს ეშმაკი, ღმერთი სამართლიანია, ღმერთმა თქვა მრავალი სიტყვა ჩვენს ქცევასთან დაკავშირებით, რომ ასე მოიქეცით და როცა ჩვენ არ ვასრულებთ ამ სიტყვებს, უფალი გვეუბნება, რომ მე არ დაგჭი თქვენ. ის სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ და თქვენ არ შეასრულებთ, აი ეს სიტყვები იქნება თქვენი ბრალმდებლები და თქვენი დამშელები. და ბუნებრივია ეს მის სახელის ხსენებას არ გვინდა, ის დაცემული ანგელოზი ბოროტი, რომელსაც სურს ყველა ადამიანის
განადგურება, ღმერთს უნდა ყველა ადამიანის ხონება. გარკვეული არგუმენტები აქვს ამ ბოროტსულს ადამიანს, რომ აი წინმეცოდვებში იყო, არ ნანობდა და ასე შემდეგ. თითოეული ფიქრისთვის, სიტყვისთვის, რომელიც არასწორი არის და შეუსაბამოა წმინდა სახარებასთან, ადამიანი პასუხს აგებს, გარკვეულ საზვერებს გადის ადამიანი და ნუ რაღაც წარმოვიდგინოთ, რომ არის სასწორი, ერთ მხარეს იდება ადამიანის კეთილის საქმეები, მეორე მხარეს ეს უღმერთობა, ეს განკითხვა, შური, ნაკროვანება, მკვლელობა და ბევრი არის, მოკლედ აღარ ჩამოთვლი, ყველამ ჩვენს თავში ჩავიხედოთ და რომელიც გადაწონი, რა თქმა უნდა, ის იქნება უკვე ადამიანის მარადიული ხვედრის გამსაზღვრელი. ძალიან დიდი როლი აქვს ადამიანის ხონების საქმეში, როგორც თქვით, ახლობლების მოხსენიებას, თვითონ ადამიანის არჩევანს ამ მიწიერ ცხოვრებაში თუ რა გზა აირჩია. თუ რაც არ უნდა ეხა სხვა მილოცოს ჩემთვის, მე თუ არ მინდა ეხა ის რომ ყველას გახარებულ სახეს უყურებდე, მე თუ არ მინდა ის რომ ღმერთს მადლობა გადაუხადო მარადულად ღვთის დიდების მეტყველებაში ვიყო, მარადულად ღმერთს აყვანივსე, რომ ის ღმერთია და მე ასე თქვათ ვალდებულება მაქვს ღმერთს აყვანივსე და ამ თაყვანისმაში უნდა მივიყო ბედნიერება და თუ ადამიანს ეს არ უნდა ეს ძალით არ გამოვა ეს სასופველში დამკვიდრება ადამიანისა თვითონ ადამიანს უნდა კონდეს დაუოკებელი სურვილი რომ ღმერთთან იცოცხლოს და დაუოკებელი სურვილი იმისა რომ ყველა ქრისტიანი ერთად იყოს სასופველში და ყველას გაბწყინებულ სახეს უყურებდეს. ეს არის სასופველი და თუ ადამიანი ამ სიყვარულის აღსრულებას დაიწყებს და სწავლებას ამ მიწიერ ცხოვრებაში, ყველაფერი კარგად იქნება და ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ დააბრკოლებს ადამიანს. გარდაცვალებიდან ახლა ვიცით რომ მესამე დღეს ძველი ქრისტიანული ტრადიციით სხეული მიწას უბრუნდებოდა, როგორც არის უფლის მიერ გაჟღერებული, მიწა ხარ და მიწადვე მიიქეთ შენ, ხოლო სული ტოვებს და დედამიწის საზღვრებს ტოვებს დედამიწის საზღვრებს მესამე დღეს და ამის შემდგომ იწყება ეს მოგზაურობა, საზვერები. მეცხრე დღე არის თქვათ გარდამავალი, ესეთი სწავლება არის რომ მესამე დღიდან მეცხრე დღემდე ადამიანის სულს აჩვენებენ სასופველს, იქაურ მოხარულ ადამიანებს, მეცხრე დღიდან მე-40 დღემდე ჯოჯოხეთშიან ღვთისგან განშორებული ადამიანების მდგომარეობას და გარკვეულწილად ადამიანის ღებულობს გადაწყვეტილებას თუ სად უნდა ცხოვრების გაგრძელება. არის ესეთი გადმოცემები რომ ადამიანმა არ აირჩია მაგალითად სასופველი. როგორც ახლა არის ხო მიწიერ ცხოვრებაში ადამიანი თქვა არირჩევს ლოცვად ანჯავს მას, ადამიანი ირჩევს სხვა რამეს, რომელიც თქვა არის უდიდესი ცოდვა. გასაგებია რომ თავდაპირველად ცოტა დამტანჯველია ეს ლოცვა, ღვთისმსახურება, აღსარების ჩაბარება, ზიარება, სახარების კითხვა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისე შემოტრიალდება ეს ყველაფერი, რომ ლოცვის შედეგად ადამიანი დიდ სიმშვიდეს მიიღებს, დიდ სიხარულს მიიღებს, რადგანაც ადამიანში მყუდროება ისადგურებს, გონება იწმინდება ამაო ფიქრებისგან, ზრახვებისგან, წარმოსახვებისგან, რაღაცა სხვადასხვა მიდრეკილებებისგან, ახირებებისგან და რა თქმა უნდა ღმერთთან ყოფნა არის ბედნიერება და სიხარული და უნდა ვეცადოთ რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი დავიწყოთ მიწიერ ცხოვრებაში და ნათელი მაგალითი იმისა რომ ყველა ადამიანი არ აირჩევს ცათა სასופველს არის თუნდაც მიწიერი ცხოვრება რომ ყველა არ აირჩევს წმინდა სარწმუნოებას. რა თქმა უნდა რთულია ახლა უარყავ შენი თავი, აიღე ჯვარი და გამომყევი მე, მაგრამ რა ვქნა ჩემში ახლა რაც მიდრეკილებები ყველაფერი რო შევასრულო, ერთ დღეში დავიღუპები. და უფალი მეუნება იმ სწავლებას და იმ სიტყვებს, რომელიც ისევ ჩემი ბედნიერებისთვის არის. მაგრამ რა თქმა უნდა ეს უკავშირდება ვიწრო გზაზე მავალობას და ეს რა თქმა უნდა და გავიგოთ ყველამ. კეთილი, მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ. საღამოშიდობის. დაბლოცეთ მამაოებო. გაიხადეთ. ცით მაინტერესებს, რამდენად დიდი ცოდვა არის, როდესაც ადამიანი სამსახურის გამო ვერ ახერხებს, რომ კვირა დღეს იყოს ტაძარში. აი ოჯახის რჩევის მიზნით მუშაობს ყოველდღე კვირას, რა თქმა უნდა და დილის პირვას ვერ ესწრება. ამაზე რომ მიპასუხოთ. მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან კარგი და აქტუალური შეკითხვა არის. მართლაც არის ესეთი სამსახურები, სამწუხაროდ რომ ესე კი ერთი დასვენების დღეც არ აქვს შრომელ ადამიანებს და ბრძოლას აქვს ასე ვთქვათ ყოველთვის შედეგი და ვიბრძოლოთ რაღაცა ჩვენი სურვილი გამომჟღავნოთ უფროსობის წინაშე რომ ხო არ ვითხოვრო ყოველ დღე გამათავისუფლეთ და ამის სამსახურს რაიმის მოვაკლებ. უბრალოდ მოდი ერთი დღე დავისვენოთ ან რაღაცა სმენა გაკეთდეს, ჩანაცვლება გაკეთდეს. მე პირადად
შევიცვლიდი სამსახურს, თუ ეხა ერთი დღე არ მიხერხდება რომ წირვაზე წავიდე, რას გავს ეს, ხო? იცით რომ ეგვიპტის ფარაონი ებრაელებს ზღვარგადასული შრომით წელში წყვეტდა რომ ამ ზღვარგადასულ შრომაში მათ ღმერთი დაევიწყებინათ ღვთისმსახურებისთვის, ასე თქვათ, გულისთქმა რო არ ქონოდათ და არ ეფიქრა და არ ეზრუნოთ ამაზე. ზღვარგადასული შრომა არის, თქმა უნდა, შეუსაბამო ღვთის ცნებებთან, სხვა რომ არაფერი არ ვთქვათ, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, როცა ღმერთი ჯერ კიდევ არ იყო დედამიწაზე მოსული, ესეთი მცნება გააჟღერა უფალმა ყველა მორწმუნე ადამიანის მიმართ, რომელიც რა თქმა უნდა დღესაც აქტუალურია. 6 დღე იმოქმედე, ქმენ ყოველივე საქმე მაშინა, ხოლო დღე იგი მე-7 არის უფლისა ღვთისა შენისა და ის ერთი დღეც ისევ ჩვენთვის არის. რომ უფალი გვეუბნება წინასწარ მეტყოლ ანგიას პირით, რომ თუ თქვენ არ იქნებით ღვთისმსახურებაშიო, თქვენი შრომა იქნება გახრეტილი ქვევრივითო. ნუ რა გამოდის, რომ რაღაც ღვთის სოფლის რაღაც ორომტრიალში ვარ და ვერაფერი წინსვლა ვერ გვექნება ესე თუ ღვთისმსახურებას არ დავესწარით. შეიძლება ახლა კვირა დღეს არ ხერხდებოდეს, ხო, რაღაცა არის ეს სპეციფიკური სამსახურები, რომ კვირა დღეს ვთქვათ ვერ ხერხდება ადამიანის გათავისუფლებას სამსახურიდან. ნუ ჯერ შაბათსაც. ხო, შაბათ შეიძლება, ნებისმიერ დღე შეიძლება, ხო, ყოველი დღე უფლის დღე არის, ყოველ დღე შეგვიძლია ჩვენ აღდგომა დღესასწაულად ვაქციოთ, თავარია ჩვენს გულში და სულში იყოს აღდგომა. და სხვა დღე შეგვიძლია ავირჩიოთ. მაგრამ ხან ისეც არის ხოლმე რომ მაგალითად ზოგ ტაძარში დილის 7 საათზე არის წირვა. ზოგ ტაძარში მაგალითად ღამის 11 საათზე მაგალითად იწყება წირვა და პირველ საათზე უკვე სრულდება. მხოლოდ წირვა არის, ძალიან პრაქტიკულად მიმდინარეობს. ჩვენთანაც არის, თქვენთანაც არის, ბევრ ტაძარში ვიცი რომ ესე არის და აი მიუხედავად თუნდაც ის რომ აი ყოველდღე ადამიანი მუშაობდეს, თქვათ დილის 9-დან საღამოს 6-მდე, მაინც არის შესაძლებელი რომ კვირაში ერთ წირვას დავესწროთ. და ვეზიაროთ. ამის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. ლოცვით შეიძლება სახშეც ვილოცოთ, მაგრამ ზიარების გარეშე წირვას ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. ვერაფერი ვერ ანაცვლებს. შეიძლება მწუხრი ჩავანაცვლოთ, სისკარი, სიესოს ლოცვით, პსალმუნით, დაუშტომელით, მაგრამ როგორც უფალიან მოსახარებაში, უკვე თუ არ ასჭამოთ ხორცით ისა კაცისა და სვათ სისხლი მისი, არა გაქონდეს ხოვრებაი, თავთა შორის თქვენთან. ზიარების გარეშე ცხონება არ არის. კი ბატონო. მაყურებელია ესე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. იგი მაინტერესებს მე დავიწყეს კვირა დღეს აი წირვის წინ თუ მოუწია ორი ჩიკა ვიზის მირთმევა შეუძლია თუ არა მას გააგრძელოს ჟანრი კითხვები ანუ წირვის დაღმანა მადლობა გასაგები წირვა იწყება 9 საათზე და მანამდე ორი ჭიქა ღვინის დალევაა, ხო, ესე გავიგე თუ მოუწიაო და მე დავითნია ალბათ, ხო და თუ აქვს უფლება რომ გააგრძელოს წირვა. ნუ ძალიან დიდი დარღვევა არის, რომ მე დავითნე წესით უნდა ეზიაროს და რჯულის კანონის მიხედვით, თუ ვინმე წირვაზე არ ეზიარება, უნდა თქვას მიზეზი, მოძღვარმა უნდა იცოდეს ეს და თუ ღირსია, ნუ მიეცეს უნდა შენდობა, თუ არა და როგორც უწესობის მოქმედი განიკვეთოს ეკლესიიდან. თუ ეს გაგრძელდება 3, ასე ვთქვათ, ღვთისმსახურების განმავლობაში და თუ ეხა ერთჯერადად მოხდა და საშუალება არ არის და ერთ-ერთი ბერის ხოვრებაში წირვა არ უნდა გააჩეროს. არის ახლა კონკრეტული შემთხვევები, რომ რაღაც გამონაკლისი რაღაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ ამას სისტემატიური სახე აქვს, არაფრით არ შეიძლება ეს შემთხვევაში არც მსახურება და საერთოდ რას გავს ეს ძალიან ცუდი არის და ისედაც ახლა წირვის შემდეგ ჩვენ ვეზიარებით და მცირე რაოდენობით ღვინოს ვამთ, ხო, აყოლებს ზიარებას მერეც მით უმეტეს საქართველოში არსებული ქრისტიანობა მართლმადიდებლობა არ არსებობს, რაღაცა მეორე განყოფილებას რო ვიძახით. ეგეც ერთგვარი გაგრძელება. მერე დალიეთ 3 ჭიქა ღვინო შეგერგებათ და ყველაფერი ასე ვთქვათ ჩაჯდებით მოცემულობაში. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესე იგი, როგორ ფიქრობთო სიმბოლურია და ჩვენთვის ჭკუის მოსახმობი სოხუმის დაცემის დღეცო, ანუ ჯვართამაღლებას ემთხვევა როგორც მოსულს. ჯვართამაღლებასთან ერთად არის სოხუმის დაცემის დღე. ნუ ესე ამბობს ეკლესია, რომ ეს ყველაფერი მოხდა ჩვენი წოდების გამო, რაღაცები იყო იქ, მაგრამ ვფიქრობთ ყველანი და გვაქვს დიდი იმედი, რომ
მალე დაბრუნდება ეს ყველაფერი. ნუ სულიერად დაბრუნებულიც არის, მაგრამ მოგვეცემა საშუალება, რომ ამ ადგილებში ჩავიდეთ, დავსახლდეთ, უფალი ვადიდოთ, ღვთისმსახურება აღვავლინოთ, ვიცხოვროთ, დავსახლდეთ და ასე შემდეგ. და მგონდა ეს რეალურიც არის და სიმბოლურიც არის, ეხა როგორც ეხა ადამის დაცემა მაგალითად კიდევაც აღსრულდა სამყაროში და ადამში თითოეულმა ჩვენთაგანმა, ასე ვთქვათ, შევწოდეთ. მე მჯერავს, რომ თუ ჩვენ ყველანი დავბრუნდებით ეკლესიაში, დავბრუნდებით მამის სეულწიახში, ეს ყველაფერი უკვე დარჩება როგორც ისტორია და ჩვენ დავიბრუნებთ როგორც პირველი სულიერ დიდებას, არსებული ღვთისმსახურებით, ასევე ხორციელ დიდებას, რომელიც ჰქონდა და საქართველოს გადაჭიმული იყო როგორც ძანებენ ისტორიკოსები ნიკოპსიიდან დარუბანდამდე და ყველაფერს ჩვენ დავიბრუნებთ. კეთილი. ჩვენ Facebook კითხვები გავაგრძელოთ. ესეთი კითხვა არის ვინახავ მარხვას და სიზარმაცე ძლევს, მაქვსო, ანუ დილით ლოცვის და საღამოს ლოცვის. როგორ მივაჩვიო თავი ლოცვას, უგზერს ალექსანდრა. ძალიან კარგი არის მარხვა. მარხვა არ არის მიზანი. მარხვა გვეხმარება ლოცვაში. ეს ორივე ერთად არის, მეგობრები არიან. როგორც ფრინველის ორი ფრთა, ისე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ლოცვა და მარხვა. და დამეთანხმება ყველა ქრისტიანი იმაში, რომ როდესაც მარხულობთ, გასტრონომიული მარხვა და ზოგადად უფრო აი მარხვის ველში უფრო შევდივართ, ლოცვა უფრო წარემართება ჩვენი და უფრო მეტად აღიწევა ღვთის წინაშე და აი ეს თქვენი შრომა, ჩემო ძვირფასო, რომ არ ასე ვთქვათ, დაიკარგოს და მიწაში არ დაიმარხოს, რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ლოცვა და აი ეს დაზარება არის თავდაპირველად. სანამ ჩვენ პირველ სიტყვებს წარმოთქვამთ ლოცვის. აი როგორც კი ჩვენ უბრალოდ დავდგებით ხატების წინაშე, ან უბრალოდ დავდგებით, ხომ შეიძლება ხატებიც არ იყოს ესეთ სიტუაციაში ვიყოთ და დავიწყებთ ლოცვას, ან ლოცვით მდგომარეობას მივიღებთ და რამდენიმე სიტყვას წარმოვთქვამთ, აი მაშინვე თითოეული სიტყვის წარმოთქვის შემდეგ სიზარმაცეკლებულობს და ადამიანში ინთება იმედი და ადამიანში იხსნება სულიერი ხედვა და ადამიანი იწყებს ღმერთთან საუბარს, ასე რომ ეს გამოცდილება ნამდვილად გამოსაყენებელია. აგრეთვე იმასაც გირჩევთ თქვენ, რომ გარკვეულწილად მოემზადოთ ლოცვის დაწყების წინ, ესე უცებ ლოცვა მინდა და დავიწყო, შეიძლება ესე ნამდვილად ვერ მოვახერხოთ. 1-2 წუთი ის პირობითად საკუთარ თავს მივსვეთ მოსამზადებლად, ასე რომ გავიაზროთ ამ ხელმისაწვდომობა აქვს ლოცვას, რომ ამის შედეგად ჩვენ გავხდებით ღვთის ფარველობის ქვეშ მყოფნი, მივახცევთ უფრო მეც წარმატებას, გონება გაგვინათდება, გვექნება უფლისმიერი მფარველობა, მფარველი ანგელოზი უფრო მოგვიახლოვდება, ანაახლებს ჩვენ და ფარველობას და აგრეთვე ის, რომ ლოცვის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ასე შემდეგ, ბევრი სწავლება ლოცვასთან დაკავშირებით, აი ამ ყველაფერს წამიერად რომ გავიაზრებ ჩვენ წუთიერად, აი ამის შემდგომ დავდგეთ უკვე და უფრო მეტი შემართება გვექნება ლოცვაში და აი რამდენიმე წუთიან ლოცვასაც ახლავს ძალიან დიდი სიმშვიდე და იმედი და კარგად ყოფნა, მოკლედ რომ თქვათ, რაც ასე აკლია თანამედროვე ადამიანს, ყველაფერში ვეძებთ ნუგეშს და გვავიწყდება, რომ ერთადერთი ნუგეში არის ლოცვა. ღმერთთან კავშირის დამყარება. და ლოცვამდეც უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა შეგვაძლებინოს კარგად ლოცვა. აყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. ეთერში ხართ, ისაუბრეთ, ჩემო კარგო, გისმენთ. დიახ, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. წლების განმავლობაში გადავიტანე ძალიან ბევრი სტრესები. ემოციური დატვირთვა მქონდა. ახლა ამ წუთში დედა მყავს ავად და იმას უვლი, ეკლესიაში ვერ მივდივარ, იმიტომ რომ მარტო ვერ ვტოვებ მას. აღარც ლოცვის თავი მაქვს, აღარც აბსოლუტურად ადამიანებთანაც არ მაქვს ისეთი ურთიერთობა, რაღაც რწმენა დავკარგე ადამიანების მიმართ. ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ აი რა ვთხოვო უფალს, ისიც კი არ ვიცი. აი რას მივჩევდით.
ერთმა გაგაძლიეროთ და ნუ გეშინოთ. ერთმა გაგაძლიეროთ პრობლემა არის, მაგრამ როგორც ჩანს თქვენ უფრო მეტად გამძაფრებულად გაქვთ ეს პრობლემა წარმოქმნილი. მადლობა ღმერთს ყოველთვის, თქვენებური ჯვარი მოგეცათ ამ ცხოვრებაში. დედასუვლით თქვენი დრო მინიმუმამდე არის დაყვანილი, ძალიან ლიმიტირებული არის თქვენი დრო. ნუ ერთადერთი, რაც მინდა გირჩიოთ, ჩიხიდან გამოსასვლელად, აუცილებლად, შეიძლება რომ კვირაში ერთი დღე, თუნდაც 2 საათით, ვინმე თქვათ სანდო ადამიანი, ნებისმიერი დღე შეიძლება იყოს ეს, მოგძებნოთ, რომ თქვენ წახვიდეთ წირვაზე, მოძღვართან აღსარება ჩააბაროთ, ეზიაროთ, სახში ძილოცოთ და აი ესე რომ, ასე თქვათ, იცხოვროთ კვირაში ერთი დღე აუცილებელია ღვთისმსახურებაზე წასვლა, ესე უფრო მეც იმშვიდეს მოგცემთ უფალი და თუ ეს რაღაცნაირად მაინც ვერ ხერხდება, შეიძლება რომ მოძღვარს მოუწოდოთ და თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე სახში მოხდება თქვენი ზიარება და თქვენი დედის ზიარებაც და აი ზიარების მადლი უკვე აი ამ პრობლემას ნამდვილად მოგაშორებთ თქვენ მეტი იმედი, მეტი სასწაულება გექნებათ და აი ეს თქვენი დიდი შრომა, რომელიც არის უკვე აი ამ პასუხი გაეცემა თუ რატომ ხართ ესეთ შრომაში. იმიტომ ხართ ამ ზიარების შემდეგ ეს ყველაფერი უფრო მკაფიო წარმოჩნდება თქვენს გონებაში და გულში და ამ ყველაფერს იმიტომ გიგზავნით უფალი რომ თქვენ ხართ ცხონების გზაზე ყოფი და უყარხართ უფალს და უფალს უნდა რომ დაგიახლოვოთ და მის გზაზე გატაროთ როგორც თავად ამბობს უფალი რომ სასופველის და ვიწრო არის და ამ ცხოვრებაში სხვადასხვა განსაცდელები და სიმძიმეები მოვლენ. არაფერი საპრობლემო არ არის, თავარი პრობლემა რაც იყო კაცობრიობის, სიკვდილი და ეშმაკი, ქრისტემ დაამარცხა. თქვენ რაღაცნაირად უნდა მოახერხოთ რომ წმენაში გაძლიერდეთ, უიმედობას, დეპრესიას ადგილი არ დაუთმოთ თქვენში, მაგრამ თქვენი ძალებით, როგორც თქვით, ამას ვერ მოახერხებთ და თქვენი ძალებით საერთოდ ვერაფერსაც ვერ მოახერხებთ. გჭირდებათ მადლი, რომელიც უხვად არის ეკლესიაში, ეკლესიის აიდუმლოებებში და აუცილებლად აი ეს ორი მეთოდი, ესე იგი რაღაცნაირად შემსვლელი რომ ნახოთ კვირაში ერთი დღე თქვა 2 საათი, ან მოძღვარი რომ თქვენთან მოვიდეს და ადგილზე გაზიაროთ. შეიძლება რომ შევანასწროთ ხან ერთი, ხან მეორე, ზიარების გარეშე არ დარჩეთ და აი ეს პრობლემა, ასე თქვათ, ნამდვილად მოგშორდებათ ეს ტკივილი თქვენ ჩემო ძვირფას. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. ეთერში ხართ, დასვით კითხვა. გაით ისე სამწუხაროდ. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები, სანამ მაყურებელი გადმორეკავს. თუ უფალი განწმენდილი, ისე მაყურებელია და შემდგომ გავაგრძელებ კითხვებს. გისმენთ, დიახ ისაუბრეთ, ეთერში ხართ. საღამომშვიდობის. იცი რა არის, პირველზე ძალიან მინდა რომ წავიდე, მაგრამ პრობლემები შემოგვიდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სადღაც 5-10 თვით დაახლოებით 10 შემიძლია ფერზე ვიდგე და მე აღარ შემიძლია ვიხდები და მოძღვარი ყავთ? შესაძლებელია დავუშვათ დავჭდე რამე ძირვაზე. რა თქმა უნდა შესაძლებელია. მოძღვარი თუ ყავთ, მოძღვარი? მოძღვარი ყავთ? თუ ყავთ მოძღვარი, შეგიძლიათ თხოვოთ თქვენს მოძღვარს და მოვა და სახლში გაზიარებთ. თუ ფიზიკურ უძლურებაში ხართ და არ გაქვთ შესაძლებლობა, თუ არ ყავთ, რა ვიცი, ნებისმიერ ჩვენგანი დაგეხმარებით არ არის. როგორც ჩანს, ეს ადამიანი ფიზიკურ უძლურებაში არის, სულიერად, ასე კარგად საუბრობ და კარგი შეკითხვაც დასვა. ხშირი არის ისეთი შემთხვევები, რომ აი ადამიანებს აგონიათ, იცი რომ აი თუ შეიძლება სახარება დავშდეთ ესე წავიკითხო. ან ძალიან ეს ღვაწლი ხო არის რაღაც ღვაწლი ხა და ძალიან დიდი ღვაწლია ქრისტიანობა და მადლობა ღმერთს რომ ესე არის, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ამ ღვაწლის კიდე უფრო მეტად გამძაფრება ხდება ზოგში, რომ აი ესეთი რაღაცების შემოტანით, რომ მაგალითად გონიათ რომ არ შეიძლება თქვა ღვთისმსახურების დროს დაჯდომა, არ შეიძლება თქვა სახარების კითხვის დროს დაჯდომა. არის შემთხვევები რომ თქვა ლოცვის დროსაც შეიძლება დაჯდეს ადამიანი, აი კონკრეტულად ის რაღაც თქვა დილის ლოცვა, ღამის ლოცვა. არის ხო სამწუხაროდ ჩვენ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ ახლა, როცა ადამიანი როგორც არასდროს ისე არ არის დღეს ჯანმრთელი და ვიცი, ამდენი კლინიკები, ამდენი ექიმები და ამდენი სნეული ადამიანი არც ერთ საუკუნეში არ ყოფილა. აქედან გამომდინარე,
თქმა უნდა, ეკლესია ითვალისწინებს ამ უძლურებებს და უბრალოდ თავარი არის ადამიანის გადაწყვეტილება, მას უნდა უფალი თუ არ უნდა და თუ უნდა უფალი ადამიანს უკვე დამთავრდა ყველაფერი მოგვარდება. დღეს მადლობა ღმერთს მრავალი ტაძარია, მრავალი მოძღვარია და თუ თქვათ ერთ ტაძართან და ერთ მოძღვართან ვერ გამოინახება საერთო ენა, შეგვიძლია მეორეს მიმართოთ, მესამეს მიმართოთ და ასე ათასობით არის უფალი, თქმა უნდა, მალევე გამოგვიჩენს ჩვენს შესაბამის ტაძარს და შესაბამის მოძღვარს. თავარია ჩვენ მოვინდომოთ. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ წახვიდეთ წირვაზე. აი მამამ რომ გითხრათ ყავთ თუ არა მოძღვარიო, თუ ყავთ მოძღვარი, რა თქმა უნდა მოძღვარს უთხარით ეს თქვენი უძლურება და იქ მრევლში შესაძლოა გამოაცხადოს, რომ აი თქვათ ერთი ადგილი ტაძარში, ერთი ასე თქვათ დასაჯდომი ადგილი, რომ იყოს გამოყოფილად თქვენთვის, თქვენც იქვე ახლოს დადგებით და არის რაღაც თქვათ პერიოდები წირვის დროს, როცა უნდა ავდგეთ ფეხზე, ამ დროს ადგებით და არის თქვათ რაღაც შედარებით ისეთი დრო, ну წირვა მთლიანად ისეთი პერიოდია, რომ მთლიანად ამხსტობილები უნდა ვიყოთ შინაგანად და გარეგულად, მაგრამ შეიძლება რაღაც პერიოდებში რა თქმა უნდა დაждდომა და არანაირი პრობლემა არ იქნება. მთავარია თქვენ რაღაცნაირად მიაღწიოთ ტაძრამდე და მე უკვე ტაძარი მოგხედავთ. კი ბატონო, ესეთი კითხვა არის. თუ უფალი განწმენდილი სუფთა გულით შეიცნობა, როგორ მოხდა რომ ცოდვებით დამძიმებულმა ავაზაკმა იცნო ქრისტე და ფარისევლებმა ვერაო? გთხოვთ ისაუბროთ, რასთან გვაქვს საქმე, რა მოხდა ავაზაკში, რომ მან ქრისტე შეიცნო და რა აკლდათ ფარისევლებს შესაცნობათო? გულწრფელობა აკლდათ პირველ რიგში და სინანული. კი, რა თქმა უნდა და აი ფარისევლებზე და იმ ადამიანებს, რომლებიც მაშინ ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ და ქრისტეს არღებულობენ გულში, აღსრულდებოდა ესაიას წინასწარმეტყველება, რომ ისე იგი სმენით გესმოდის და არა ისმინოთ, ხედვით და არა ეხილოთ. ისე იგი აშკარად ხედავდნენ, რომ ქრისტე ღმერთი იყო. ახლა რომელ ადამიანს შეუძლია მკვდრის აღდგინება, თუნდაც 4 დღის მკვდრის აღდგინება, ლაზარეს აღდგინებაზე მაქვს საუბარი. თვითონ ის ესე იგი წმინდანი ძველ აღთქმაშიც არის ახლა მკვდრის აღდგინება მოცემული, მაგრამ მას გარკვეული ქმედებების შედეგად, ღმერთთან ვედრების შედეგად და ასე შემდეგ, ანუ ისინი ღმერთს მიაწერდნენ ყველაფერს და ღმერთის ძალით ხდებოდა, მაგრამ ქრისტე თავად როგორც ღმერთი აღასრულებდა სასწაულებს, სახარებაში მრავალი სასწაული არის მოცემული და ეს ყველაფერი სწორედ აი ადამიანების თვალთაწინაშე ხდებოდა, მაგრამ აი რაღაცნაირად ჩარჩნენ მათ გამოგონილ რჯულში. ვერ მიიღეს, არ მიიღეს უბრალოდ სწორედ მოდი ესე ვთქვათ პირდაპირ აშკარად ესე სიმართლეს წინ აღუდგნენ, ანტაკრატ წინ აღუდგნენ სულიწმინდას, როგორც ბრძანებს მის შესახებ სტეფანე პირველმოწამე თავის კარდაგებაში და ესე მოაკვდინეს ღმერთი. ხოლო ავაზაკი, რომელმაც მთელი ცხოვრება ავაზაკურად გაატარა, როგორც ჩანს, მაგრამ რაღაცნაირად მას ქონდა ეს სურვილი, რომ გათავისუფლებულიყო ამ ყველაფრისგან, ძალიან დიდი ბოროტების ქვეშ იყო ეს პიროვნება. საბოლოოდ ავაზაკის გული შეძრა ქრისტეს ქმედებამ, ხომ? ესეთი ქმედებები ქრისტეს მრავლად ქონდა სახარებაში წერია, მაგრამ ფარისევლების გული ვერ შეიძრა, იმიტომ რომ მათ არ უნდათ ეს ყველაფერი და არ უნდათ აი მიწიერებას, ასე ვთქვათ, განშორებოდნენ და ზეციურს მიახლოვებოდნენ. შეიყვარეს მიწიერი და არა ზეციერი. ხოლო აი ქმედებამ, რაც ქრისტემ ჯვარზე გამოავლინა, როდესაც ესე იგი ის ჯვარზე გააკრეს და შეურაცხყოფას აყენებდნენ ყველანაირად, ხომ, ეს ნერწვა, ეკლეს გვირგვინი, ყურიმლისემა უფალმა ზეცაში აიხედა და თქვა საოცარი სიტყვები, მამაო, მიუტევე ამათ, არა იციან რასა იქ მან და აი ამის მსგავსი რამ ავაზაკს ყველაფერი ქონდა ნანახი, არაფერი არ ქონდა ამის მსგავსი არც მოსმენილი არც ნანახი და აი ამ დიდ სიყვარულში, ამ დიდ სიღრმეში და აი კადნიერ სიყვარულ მამობრივ მიმართვაში, მამაო, მიუტევე ამათ, არა იციან რასა იქ მან დაინახა, რომ მის გვერდზე გაკრული უდანაშაულო, რა თქმა უნდა, დედამიწაზე მოსული განკაცებული ღმერთი იყო, დიდი თავმდაბლობით უთხრა, რაც რა თქმა უნდა ასევე გამოსაყოფია, მომიხსენე მე უფალოდეს მოგესწრებით შეინთა და მანამდე თქვა აღსარება სამართლად ღირსი, რომელი ვქმენი მომეგების. და სწორედ ეს არის განსხვავება, რომ და ამიტომაც შევიდა პირველად 64-ში ავაზაკი, რომ აი მის გვერდზე მყოფ პიროვნებაში, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, მან ღმერთი შეიმეცნა. ხოლო ეს ფარისევლები და წიგნობრები, რომელთაც თავი ჰქონდა ჩაქენდრული წმინდა წელში, დედამიწაზე მოსულ
ღმერთში ღმერთი ვერ დაინახეს, ან არ დაინახეს. ორივე შეიძლება ვთქვა და ჯვარზე გააკრეს და მოციქულები განთავეს. რომელი არის ყველაზე დიდი სათნოებაო? ყველა სათნოებას ვატვისებთ, ყველა სათნოება გვინდა რომ იყოს ჩვენში. და ყველაზე მეტი სათნოება, მოდი ესე ვთქვათ, ეხა და ბევრი სათნოება ერთმანეთისგან გამომდინარეობს. აი თავმდაბლობა და მადლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სათნოებები, როგორც მინდა ამავები გვამცნებენ, თუ ადამიანში ეს თავის დამდაბლება არ არის, სწორედ ეს თავმდაბლობა არის გადამწყვეტი, რა ქრისტესთან მიხვალ თუ ვერ მიხვალ. და ჭეშმარიტ გზას როცა აცდება ადამიანი, რწმენის კუთხით ვამბობ რა, ჭეშმარიტ სარწმუნოებისგან რო გადაუხვევს, როგორც მამები ამბობენ, აი ყველაფრის მიზეზი არის ამპარტავანება. ადამიანს გონია რომ ის რაღაც სხვა, რაც არ არის ღვთივ გამოცხადებული, სწორია, ღვთივ გამოცხადებული არასწორია. ჯერ ადამიანებისგან კითხვას იწყებს და მე უკვე ამბობს რომ ღმერთზე მეტი ვიცი. და როცა ადამიანი თავმდაბლობაშია, ადამიანს ჯერავს უფლის თითოეული სიტყვის. ადამიანის ლოცვა ღმერთამდე მიდის, ხო, მოხედნა ლოცვასასა და დაბალთასა და არა შეურაცხყოფ ვედრებაი მათიო ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი თავის ფსალმში და იმისთვის რომ ჩვენ ქრისტეს გზაზე ვიაროთ, აუცილებლად უნდა ვიყოთ თავმდაბლობაში. ხა თავმდაბლობა ეტაპობრივად მოდის, რა თქმა უნდა, ღმერთთან ურთიერთობის შედეგად, რაც უფრო მეტი კონტაქტი გექნება ქრისტესთან, მეტად თავმდაბალი გახდები, რადგანაც ქრისტე თავმდაბალია და მისი პიროვნული თვისებები შენზე გადმოვა და აგრეთვე ჩვენს უნდა გავითვალისწინოთ წმინდა წერილის სწავლება. ანუ ნებსით მისდან მიმართულად რომ ჩვენი თავი დავიმდაბლოთ. ხომ უფალი გვეუბნება რომ აი როდესაც მიხვალოს ადმე ბოლოში დაჯექი, ანუ შენ არ წარმოაჩინო შენი თავი. რომელმან დაიმდაბლოს თავითვისი, იგი ამაღლდეს. ანუ ეს მისდან მიმართული პროცესი რომ მე უნდა დავიმდაბლოთ ჩემი თავი. მე არ უნდა ვთქვა რომ სხვაზე მეტი ვარ. და აი ძალიან საინტერესო სწავლება არის სოლომონთან, რაც უფრო მე წარმატებას მიაღწევო, მეტად დაიმდაბლეთ შენი თავი. თუ გინდა ისევ გააგრძელო გზა დიდი წარმატებებისკენ. როგორც კი იტყვი რომ რაღაცას მივაღწიე, მანდ დამთავრდა შენი. მაშინვე დამთავრდა და შეიძლება ყველაზე უკანასკნელად იქცე. ხო, აი ანგელოსი ხო რამხელა და ამპარტავნების შედეგად ეშმაკად გადაიქცა. და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ამპარტავნება თელს ჩვენს შრომას უყავს. შეიძლება მთელი ცხოვრება თავმდაბალი იყო და ბოლოში თქვა, რომ აი რაღაცა ვარ უკვე და დამთავრდეს ამით ყველაფერი და მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ. დასვით კითხვა ისაუბრეთ. გამარჯობა. საუბრობთ. გაიხარეთ, მადლობა. აბა. დიახ. აუდიტორია. ე მოწონე და ცოტა ხმაწყდება თქვენ. ეს ნუკლეაში მეტი შვილს რომ მოდახნე. სადა ვერ გავიკი რაღაც ცოტა ხმაწყდება. ეს ნუკლეაში მეტი შვილს რომ მოდახნე. ეს აკილეს ამათური მეტი შვილები ვნე. აჰა. ბერძნულთოლოგიაში. ბერძნულთოლოგიაში მეტი შვილები. ეხლა უფრო ამალები ეძრია აბა ცოტა ცუდად ისმოდა, მაგრამ ერთის გავიგე რომ ღმერთი შვილებს ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთი შვილებს რო ეძახთნენო რა და ხო, ნუ ახლა ეძახდნენ ადამიანები, რომ ჭეშმარიტი ღმერთი შვილი ის არის, ვინც ჭეშმარიტ სარწმუნოებაშია, უყვარს მოყვასი და უყვარს ღმერთი და მასე დღესაც ეძახიან ფეხბურთის ღმერთები, ალაბურთის და მათემატიკის და ასე შემდეგ და ნუ ეს ისეთი ნათქვამია ზოგადად ახლა ჩვენც პატარა ღმერთები ვართ, მოდი ესე ვთქვათ, რადგანაც ღვთის ხატად მსგავსად შეიქმნა ადამიანი და თანდათანობით აი მადლით უნდა მივახციოთ სრულყოფას. და ნამდვილი ასე ვთქვათ ხატების და მსგავსების აღმასრულებელი ის არის, ვინც ქრისტეს გზაზე დადის და სწორედ ესეთ ადამიანებზე შეიძლება ითქვას, რომ აი ღმერთის მსგავსები არიან. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანები ვართ, ცოდვილები ვართ და ესე ამხელა ეპითეტით შემკობ ადამიანს ღმერთად და ასე შემდეგ. ან ღმერთის შვილების პირდაპირ გაგებით, რა თქმა უნდა,
ანუ ღმერთის ერთადერთი ძე არის მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ბუნებითი ძე, ხოლო ჩვენ მადლით ესე ღმერთებად შეიძლება ვიწოდებოდეთ, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისის ნეობრივ სულიერი ცხოვრება სჭირდება და გამართლება იმ მოწოდებას და იმ დიდ ინვესტიციას, რომელიც ღმერთმა ჩადო ჩვენში. თითოეული ადამიანი შექმნილი არის ღვთის ხატად და მსგავსად. არაფერი ჩვეულებრივად ადამიანები წარმართობაში იყო და ამა თუ იმ ისე იგი რაღაც მოვლენას ან პიროვნებას ღმერთებს ეძახდნენ და აქედან გამომდინარე მოდიოდა ეს მე ღმერთის შვილები. არაფერი ისტორია უბრალოდ და ბატონო, მაყურებელია ესე მოვისმინოთ. კითხვა გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. რა მინდა და ისიც მეკითხა, ის დავლევთ ტაბლეტს წამალს, ხო? ეკლესიას არ გამორიცხავს კურნალობას და ეს ხადია, მაგრამ მაინც მე უფალს და წამლის გადავსახავ ხოლმე პიჯვარს და მე ისე მივიღებ. რამდენად ეს არის გამართლებული საქციელი. რატომაც არა? კი ბატონო. კარგი საქციელია, ეხლა ასე სახარებაში ბრმა ადამიანთან მიდის ხო უფალი შეხვდება მას დაანერწყებს მიწაზე, ტალახ შექმნის, თვალებზე მოусმევს, ეტყვი რომ დაიბანეს ილუამის წყალში და მართლა წავა დაიბანს და განიკურნება და ეხა ვიღაცამ გვერდიდან შეხედა დაინახა რომ ტალახი და სილუამის წყალი მაკურნებელია, მაგრამ სინამდვილეში ის ღვთის სიტყვა და განაჩენი, რომელიც გამოუტანა ამ ადამიანს, უნდა უფალს რომ განეკურნა, მაგრამ მას არ ქონდა ესეთი წმენა რომ პირდაპირ განეკურნა. ხომ რიგ შემთხვევაში უფალი პირდაპირ კურნავს, რიგ შემთხვევაში ვიღაცას ან რაღაცას იყენებს საშუალებლად, რომ ადამიანს არ აქვს მხელარწმენა, რომ უცებ წამიერად გარდაიქმნას, თქვათ, განკურნებულ სხეულში და წამალიც ერთგვარი ეს არის, რა საშუალებლო უფალსა და ჩვენ შორის. და რა თქმა უნდა, ექიმთან როცა მივდივარ წამალს როცა ვსვამთ, უფალს უნდა ვთხოვოთ დახმარება და უთხრათ რომ უფალო, შენს გარეშე არანაირი კურნება არ იქნება, შენს გარეშე არც ხედვა შეგვიძლია, არც სუნთქვა, არც მოძრაობა, არაფერი აბსოლუტურად არ შეგვიძლია და გთხოვ, შემეწიე, განკურნე, მინდა რომ ბევრი კეთილის საქმე გავაკეთო, შენ სადიდებლად, ჩემს საცხოვნებლად, მინდა რომ შენს გზაზე ვიარო, სულიერად გავიზარდო, მინდა რომ ჩემს ოჯახს, ჩემს სამშობლოს, ჩემს მეგობრებს ვემსახურო, ჩემის სულის გადარჩენას და ამის შემდგომ მივიღო წამალი. თუნდაც გადავსახოთ ჯვარი, რა პრობლემა, პირიქით, კარგი არის. იმიტომ რომ დღეს ბევრი ადამიანი ამბობს, რომ თქვათ ეს წამალი არ მომიხდა და რაღაც ზოგი უკმაყოფილო, ამა თუ იმ ექიმით არის ესეთი უკმაყოფილობა, ხომ, რაც არ უნდა კარგი იყოს, რთული ადამიანს, ასე თქვათ, თავი მოაწონო ბოლომდე, ხომ, ქრისტეს არ გადაუხადეს სოფლიო მკურნალს, მადლობა ადამიანებმა და აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რა თქმა უნდა, მადლიერება ღვთისადმი და ლოცვა და თუნდაც ჯვრის გადასახვა. ჩვენზე გადავისახოთ პირველ რიგში ჯვარი და შეგვიძლია წამალსაც გადავსახოთ, რა პრობლემაა. კი ბატონო. კარგი არის პირიქით. უფრო მორჩებით. ქალბატონი ციცო გწერს, 4 შაბათის და პარასკევის მარხვაო გასაგებიაო, მაგრამ 2 შაბათსო რაღაცო მარხულობენო ამიხსენით. ორშაბათის მარხვაც იყო, ასე თქვათ, საერთოდ ახლა ეს წმინდანები ყოველდღე მარხულობდნენ და ამას რა თქმა უნდა საზღვარი არ აქვს, მაგრამ ძირითადად ოფიციალურად ეს ავალდებულოდ ერისკაცებისთვის არის 4 შაბათი პარასკევის მარხვა. კი. და არის ის მარხვები 4 მარხვა, რომელიც არის და ახლა არის ხშირად მოძღვარმა შეიძლება კონკრეტულად ადამიანს რაღაცა უთხრას, ახლა მასე მეც მithქვამს ადამიანს რაღაცა. ზოგჯერ აი მონაზვნები მარხულობენ გამიგია რომ რაღაცა დამატებით ღვაწლს იღებენ, ასე ვთქვათ. ოფიციალურად ეს ავალდებულო არ არის, მაგრამ თუ ისე იგი ადამიანი ამ ორშაბათსაც იმარხულებს, რა თქმა უნდა, ეს რა თქმა მოძღვრის და თვითონ მისი გადასაწყვეტია და მარხვას ახლა უკუჩვენება არასდროს არ მოსდევს. აქ უფრო ასე ვთქვათ, შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ, როგორც ასე ვთქვათ, დიდ შეცდომაზე, შაბათკვირის მარხვაზე. ხდება ხოლმე ისეთ შემთხვევებიც, რომ ხშირად ადამიანი თავს ივალდებულებს ან ავალდებულებენ მას, რომ შაბათ დღეს იმარხულოს. ამას გარკვეული რაღაც სარჩული ჯულის კანონში წერია, რომ არ შეიძლება ისევ ესეთი ადამიანები ქრისტეს ჯვარზე აკრავენ. ახლა დამეთანხმები ამოვაშენთ, რომ ხან შაბათი ისეთი დღე გვაქვს, შეიძლება საერთოდ ვერაფერიც ვერ მივიღოთ საზრდელი, მაგრამ შენ მისდან მიმართულად რომ ესე შენი თავი აყენო და აბა სინანული და აბა ეს არ ჭამო და ეს აკრძალვები, ხომ? არა. რაღაც იცით რა ადამიანის რაღაც ეს მოთმინებაც და ეს ღვაწლიც რაღაც ლიმიტირებულია და
ხა მშვილდით სულ დაჭემული იქნება შეიძლება გაწყდეს. შაბათი კვირა შედარებით არის სადღესასწაულო დღე და ადამიანმა უფრო საშუალება უნდა მისცეს რომ ახლობლებთან ზირთად ეკლესიაში გაატაროს ეს დღე მეგობრებთან აღნიშნოს ესა თუ ის დღესასწაული ზომიერების ფარგლებში და გაიხაროს და მიიღოს ღვთისგან გაჩენილთაგან სიხარული და მადლიერება ღვთისაგან. აი ზუსტად ეს კითხვა არის ხლა, ესე იგი ადამიანიო როცა მარხვებს იცავსო ასე ვთქვათ შაბათი პარასკევის მარხვასო კვირასო შეიძლება ეზიაროსო თუ წინა დღეს არ უმარხულიაო? უნდა შეიძლება რომ ეზიაროს. ეხლა ნახეთ ეხლა თვითონ ეს საიდან წამოვიდა ეს მიდგომა. ეს იყო თქვათ მე როგორც ვიცი და როგორც გამიგია, ნუ ერთჯერადად გამოცხადდა ესეთი რომ მოდი ყველა ვეზიაროთ. პირველი ზიარება როცა იყო პირველი ზიარების შემთხვევაში, ადამიანი თქვათ ჯერ ვერ ერკვევა ამა თუ იმ საკითხში და რაღაცა უნდა ჩაიხედო რაღაც დონეზე, თქვათ რას ნიშნავს ზიარება, ეკლესიური ცხოვრება, სულიერი ცხოვრება და შეიძლება რამდენიმე დღიანი რაღაცა მარხვა დაუწესოთ ადამიანს, რომ გამოფხიზლდეს, იკითხოს რაღაც ლიტერატურას, ახარების განმარტება წმინდა მამების სწავლა მოძღვრებები და ასე შემდეგ და აი თქვათ შეიძლება 5 დღიანი, 10 დღიანი მარხვის შემდეგ უკვე ადამიანი უკვე უთხრათ რომ აი შენ უკვე მრევლი ხარ და მიდი ახლა დაიწყე ეკლესიაში უკვე ეკლესიური ცხოვრება დააბრკოლებლად და მერე უკვე აღარ შეიძლება ესეთი მიდგომები ერთჯერადად შეიძლება მაგრამ ესე მთელი ცხოვრების განმავლობაში ესეთი უღელით დამძიმება მოწმუნისა რა თქმა უნდა არასწორია მით უმეტეს როგორც ჩანს ახლა ეს ადამიანები რატოს ვამენამ შეკითხვას რომ ვერ გუობენ ამას ხო ანუ უმძიმთ ეს ყველაფერი დღეს ძალიან მოწყლული ადამიანის ჯანმრთელობა და პირიქით თუ ადამიანი ჭამს და ზომიერად ღებულობს ამ საზარდას და ჯანმრთელია ეს არის მიზანი რომ ჯანმრთელი იყო და უფალს ემსახურო და შესაბამისად რაღაც გონივრული უნდა იყოს ეს დამოკიდებულება ეკლესიის და სულიერ შვილებთან და აგრეთვე უნდა იქნეს გამოყენებული ინდივიდუალურობის პრინციპი. კი ბატონო. აურძელოთ ესე იგი გიორგი წერს თუ ჰიპნოზი ცოდვაო რატომ გამოიყენებაო ფსიქოთერაპიაშიო? ნუ ახლა გააჩნია ახლა ეგ შემთხვევებს და ადამიანს გააჩნია და ასე ახლა ყველა ფსიქოლოგის უფალი რო საუბრობს ჩვენ იმდენად კბილია, იმდენად მოწყალია უფალი, მოდი ესე ვთქვა ჰიპნოზდებით და ავტოვანებაში მოვდივართ ხო როგორ აპატია უფალმა როგორ გაწერა ჩვენთვის თავი და მე გირჩევთ რომ თქვენ უფრო სახარება ეკლესიური ცხოვრება მოძღვართან ურთიერთობა და თვითონ ფსიქოლოგის რას ნიშნავს ხო მოძღვრება სულის შესახებ ხო თქვენ თუ იზრუნებთ თქვენი სულის ხონებაზე და გადარჩენაზე ფიქრობ აღარ დაგჭირდებათ აღარ იქნებით ამგვარ მოცემულობაში და ეს ჰიპნოზებიც აღარ დაგჭირდებათ ელისაბედი გწერს თუ ღმერთი სამართლიანიაო ჯვარზე რომ გააკრეს იტყოდა მოკალი ესენი ვინც გამაკრა ჯვარზე თუ ღმერთი სიყვარულია და პატიებელი და ეშმაკიეძებს შენში ცოდვას რომ მოკლავს თუ მოუნანიებელი გაქვს და თუ მონანიებული გახსენებს რომ ხელახლა ცოდვაში ჩაგაგდოს ასეა თუ ვწდებიო რა თქმა უნდა ღმერთი სამართლიანია და მოწყალეთ ორივეც მაგრამ ძალიან ხშირად ღვთის გულმოწყალება ფარავს მის სამართლიანობას თორემ ჩვენ ახლა ცოცხლები არც ერთი არ უნდა ვიყოთ და სამყარო კარგი ხნის გადაშენებული უნდა იყოს აი თუ ეს არღვნის შემდეგ გააჟღერა უფალმა ესეთი ტყვები რომ აი ესე აღარ დავში ადამიანს ხო ნუ ესეთ რამეს აღარ მოვავლენ რეალურად ღმერთმა კი არ დაგვსაჯა ჩვენ ღმერთს ზურგის შევაქციეთ განგვეშორა რაღაც ეს ძველახთმაში მშუტავი პატროკევით იყო ეს ხო რაღაც მადლის მოქმედება ან სულაც არ იყო ხო რაღაცა იყო ღვთისმფარველობა ზურგი რო შეაქციეს ღმერთს და ღვთისმფარველობა მოეხსნათ უკვე ხო ამის შემდგომ მოხდა აირია სამყაროში ყველაფერი და მოხდა ის რაც მოხდა და ღმერთი არავის არჩის ადამიანი იშის საკუთარ თავს მოდი ესე ვთქვათ ადამიანს ზურგს აქცევს ღვთის სიტყვას ღმერთს მოყვას ის სიყვარულს და ასე შემდეგ და ისიც არის რომ ადამიანის გასამართლება ღმერთი ხომ სამართლიანი ადამიანი ხომ უნდა გაასამართლოს რომ რა არის უფრო ლოგიკური 60-ში ცხოვრობს თუ ჯოჯოხეთში რომელში იქნება უფრო მიზანშეწონილი მისი მარადიული ცხოვრება მაგრამ როდის ხდება ეს მე რომ ცოდვას ჩავიდენ მაშინვე ხომ არ მშის უფალი დროს მაძლევს სინანულისთვის და ნახეთ როგორი მოწყალია უფალი რომ გარდავიცვლები იმავე დღეს ხომ არ არის ჩემი სამსჯავრო გარდაცვალებიდან მე-40 დღეს მე ვეღარ ვეხმარები ჩემ თავს გარდაცვალების შემდეგ მაგრამ რჩება ეკლესია რა თქმა უნდა მებრძოლი ეკლესია
იმიტომ ქვია მას მებრძოლი რომ ის იბრძვის ჩემი გარდაცვლილი სულისთვისაც. აგრეთვე ჩემი ახლობლები რჩებიან, ჩემი მოძღვარი რჩება, ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის წევრები და აი ამ ყველაფრის შედეგად სრულად შესაძლებელია რომ ადამიანის სული ცხონდეს, გამართლდეს. ესე იგი, კი, ცოდვილი იყო ადამიანი, მაგრამ აი ნახეთ, რამდენი ადამიანი ლოცულობს მისთვის, რამდენი ადამიანი შემოწირულდა ღვთისკენ. აი ამ გარდაცვლილი ადამიანის ფაქტორით. კი არ იმსახურებს ეს ცხონებას, მაგრამ აგერ სხვადასხვა ადამიანების ფერისვალება მოყვა ამის გარდაცვალებას და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით უფალი განაგებს ადამიანის ცხონებას და სასუფეველში დამკვიდრებას. და რა თქმა უნდა, უფალი თავად პატიობს, ხო? თავად ხო ჩვენ ვიცით, რომ მამა პიროვნება, ძე პიროვნება, სულიწმინდა პიროვნება, თანასწორნი, თანაარსნი, სრული სიყვარული მათ შორის, თანასწორობა და ერთობა თავად არის ხო დაზარალებული ნაცხოვარი იესო ქრისტე ჯვარზე გაკრული მტკივნეული ხო ეს ქრისტემ განიცადა ეს ტკივილები აპატია თავად აპატია და მამასაც თხოვს მამაო მიუტევი ამათ და ნახეთ როგორ შეარბილა მათი ქმედება ეს არის სიყვარული არ იციან რასაკეთებენ უმეცრებით აკეთებენ ამას გარკვეულწილად მართლაც სულიერი უმეცრება იყო აი ყველაფრის უკან და იდგა ეს სულიერი უმეცრება და ჩვენ ვკითხულობთ რა ეკლესიის ისტორიას, ხედავთ რომ ეს ადამიანი, რომელმაც არ მოინანიეს, ანუ ქრისტეს ჯვარცმიდან, გადის კიდევ ვთქვათ 35 წელი, დაახლოებით 37 წელი მოდი ასე ვთქვათ, ანუ 70 წელს ქრისტესშობიდან უკვე რომაელები შემოესევიან ისრაელიანებს და წმინდა ქალაქს ფეხქვეშ დაამხობენ, ქვასაზე და არ დატოვებენ და მართლაც აი ეს უდიდესი განსაცდელი მთელი ისრაელისთვის მთელი ასე ვთქვათ აი ღვთის რჩეულიერისთვის რომელმაც ეს ნებსით ეს ღვთის უღელი მოიხსნა ხრებიდან ანუ ქრისტეს ჯვარცმას და წმინდანების მოციქულების და მოწამეების ამებას მოყვა ეს დიდი განსაცდელი ანუ ელოდა უფალი მათ გამოფხიზლებას მათ სინანულს მოციქულებს რომ გამოდიან უკვე სამქადაგებლო ასპარეზზე ერთ-ერთი რასაც ისინი აკეთებენ ქადაგებენ სინანულს რომ შეინანეთ გულფიცხელობა ეკეთ თქვენი და ნათელიღეთ სახელითა იესო ქრისტესით და ვინც ეს გააკეთა მიიღო მან შენდობა და შენდობა როცა ადამიანს ახლა უფალი როცა ინებებს თუ რა ვითარებაში მოხდება მისი გარდაცვალება ეს უფალმა იცის ეს არ არის ხო ტრაგედია მართალი ადამიანის სიკვდილი არ არსებობს ის არის დაძინება გარდაცვალება ხოლო ის ადამიანი რომელმაც არ მოინანიეს და ეს ყოველგვარი რაღაც მოთმინების ფიალა ამოივსო უკვე ღვთის წინაშე და პირიქით უფრო და უფრო არესდებოდნენ და სასტიკდებოდნენ უფალმა დაუშვა მათი ასე ვთქვათ აღსასრული რომ უფრო მეტად არ დასჭირილიყვნენ უკვე საიქიო ცხოვრებაში ანუ ნებისმიერ შემთხვევაში როცა ხდება ადამიანის გარდაცვალება უფალს მაშინ გაყავს როცა ყველაზე მეტად სასარგებლოა მისი გარდაცვალება და ამის გამო მადლობა უნდა გადაუხადოთ უფალს აი თუნდაც ჩვენ წარღვნა ვახსენეთ და წმინდა მამები ამბობენ რომ ეს ადამიანები რომლებიც ესეთ ყოფაში ჩავარდნენ და წყალში ჩაიხჩნენ აი გარკვეულწილადო აი მათი ცოდვები და დანაშაულები ისე მოიხადეს ამ წუთის სოფელში რომ იქ მერე უფრო მეტად არ დაშილიყვნენო შეუმსუბუქდებოდათ იქ ყოფაო კი ბატონო მაყურებელია ესე მოვისმინოთ კითხვა გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ გისმენთ დასვით კითხვა დამლოცეთ მამებო იცოცხლეთ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს რა მე ვკითხულობ წმინდა იოანე დამასკელის მართლმადიდებლურ საქმიანობის ზედმიწევის გადმოცემას და მაგ ვკითხულობ რომ რომელიც ყოველივე ძალუց მაგრამ ყოველივე არ ნებავს და მორწმუნე ვარ მამებო მაგრამ რაღაც ერეტიკული რაღაც ერეტიკასული ეს მწვალებლური რაღაცები მასუხებს ეთყობა და ვწუნდებ იმაში რომ სინამდვილეში რომელიც ყველა ქმნილების ხონება ძავს მაგრამ არ ნებავს იმიტომ რომ უზენაესი მოსამართლეა და ამისი განმარტება თუ შეიძლება რომ დამარიგოთ მამა უჩქვა რომ მე ესე ვარ დაწუნებული და მინდა რომ არ ავწდე ჭეშმარიტებას და ვიცოდე სწორად. კარგი გენაცვალე, დიდი მადლობა გაიხარეთ. დიდი მადლობა შეკითხვისთვის, აგრეთვე დიდი მადლობა რომ ეს წიგნი კიდევ ერთხელ გააცოცხლეთ ჩვენი მაყურებლების წინაშე. ეს არის უმნიშვნელოვანესი წიგნი, დოგმატური სახელმძღვანელო წმინდა იოანე დამასკელის მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, სადაც 100 თავი არის და ამ 100 თავში მოკლედ არის წარმოჩენილი მართლმადიდებლური მოძღვრების მთელი დოქტრინა და ნუ ერთ-ერთ ადგილას წმინდა იოანე დამასკელი ასეთ რამეს ამბობს, როგორც ჩვენმა მაყურებელმა
ბრძანა, რომ ღმერთს ყველაფერი ძალუց, ყოველივე ძალუց, რა თქმა უნდა, ყოველი შემძლე, მაგრამ ყველაფერი არ ნებავს. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სიტყვები რომ ყველაფერი არ ნებავს, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველა ადამიანის ხონება არ ნებავს. პირიქით, მას ნებავს ყველა ადამიანის ხონება. წინასწარმეტყველის პირით გვიცხადებს უფალი ამ ჭეშმარიტებას, ამ რეალობას, რომ არ ამნებავს სიკვდილი ცოდვილისაი, არამედ მოქცევაი და ცხოვრებაი მისიო. უბრალოდ აი ესეთი რამე არის კიდევ პავლე მოციქული ამბობს ძალიან საინტერესო სიტყვებს აი ამ ადგილის წმინდა მამის სიტყვების უფრო მეტად გასაგებად, რომ წვალება იცაო ყოფად არიან თქვენ შორისო. რაით არ შეეულნი გამოშტენო. წვალებაში რაღაც შფოთსაც გულისხმობს და კიდევ ანუ ეს რაღაც არასწორი ქმედებები ადამიანებისა, როცა ისინი თქვათ რაღაცნაირად ხდება ის, რომ იქეთ არიან, თქვათ, სადაც არ არის ღმერთი და ეკლესია და ჭეშმარიტება და აგრეთვე სხვადასხვა სარწმუნოებებსაც უშვებს უფალიო, ესეთ რამეს ამბობს წმინდა წერილი პავლე მოციქული. რატომ? ეხლა ნახეთ რა ხდება, მე რომ მართლმადიდებელი გავხდი, მივიღე უფლის მოწოდება, ხომ? გინდა ჩემთან იყო უარყავი ყველაფერი გამომყევი მე და მთელი ჩამონათვალია მე როგორ უნდა ვიცხოვრო მაგრამ ზოგს არ შეუძლია ეს და რა უნდა ქნას ვისაც ეს არ შეუძლია არის თქვათ ადამიანები ერებიც თუნდაც რომ ვარს ვერ ამბობენ ამა თუ იმ რაღაცაზე რაც რა თქმა უნდა არ მოდის შესაბამისობაში ქრისტეს სიტყვებთან ნუ წმინდა მოძღვრებასთან და ასეთ შემთხვევაში უფალი უშვებს სხვადასხვა რაღაც სწავლებების არსებობას რომელთაც ადამიანმა რელიგიები დაარქვეს რომ რაღაცნაირად იყვნენ ძიებაში, რაღაცნაირად იყვნენ ზნეობის და ადამიანობის ჩარჩოებში. და თუ ადამიანი ამის შედეგად, აი თქვათ, სხვადასხვა, თქვათ, ეგრეთ წოდებულ რელიგიაში მყოფი ადამიანი დაიწყებს ძიებას, თუ რომელი არის ჭეშმარიტი მოძღვრება, ჭეშმარიტი ღმერთი, ხომ? აი ამ ძიების შედეგად აუცილებლად ადამიანი გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ეს არის უცვალებელი მოძღვრება, სადაც არავის, აი პატრიარქი რო პატრიარქია, ხომ? აი დოგმატის შეცვლის უფლება მას არ აქვს. მთელი ეკლესია წინ აღუდგება ამაში. თუ რაიმეს შეცვლა არაფერს არ მოხდა არასოს ხდებოდა ახალი კანონების მიღება და ამაზეც მთელი ეკლესია ერთობლივად იკრიბებოდა, ხომ? ეკლესია არასოს არ იტყვის იმას, რომ თქვათ ცოდვა არაცოდვა არის, ხომ? პირიქით, ეკლესიას უნდა მოვერგოთ ჩვენ, მაგრამ სხვაგან ესე არ ხდება. იქ პირიქით ადამიანმა თვითონ მოირგეს. თვითონ შექმნეს რელიგიები და მოირგეს. და აქედან გამომდინარე, აი ეს არის რომ ეს სხვა რამე არის, რომ უფალს ისე იგი სხვაგან ვინც არის, თაც ისე იგი ადამიანები რელიგიებს არ ქმნიან, რელიგია ჭეშმარიტ რელიგია მხოლოდ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა არის. ისინი არსებობენ უფლის დაშვების მიერ, მაგრამ ღმერთს ყოველას ხონება უნდა და ვინც გადაწყვეტავს რომ ჭეშმარიტება შეიმესნოს, აუცილებლად ღმერთი მას დაეხმარება და თავად ქრისტე არის ჭეშმარიტება და განეცხადება მას. და ყველაფერი არ ნებავსო, ეს უფრო სხვანაირად უნდა გავიგოთ. ეხლა მაგალითად არის რომ არ ნებავს ღმერთს თუნდაც ის რომ მე წავწყმდე მე თქვა დანაშაული ჩავიდინო რაღაცნაირად აპკოლებს ამას ხომ ადამიანებს მომივლენს ამხილებლად ფარველანგელოს მომივლენს და მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი არ ნებავს რა ჩვენ გვნებავს თორემ ყველაფერი რა ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ ალბათ რა ვიცი ძალიან ენით აღუწერელი იქნებოდა ჩვენი ყოფა. საერთოდ ვიქნებოდით თუ არა ესეც საკითხავია. ჩვენი ნებით რო ვაკეთებდეთ ყველაფერს. ანის რაღაც რომ მე მაქვს თავისუფალი ნება შემიძლია გავაკეთო, მაგრამ ეხლა ჩემი თავისუფალი ნება მე მეხება. მაგრამ მე რომ მინდა რომ თქვათ სამყაროს რაღაცა თქვათ ბოროტება გავუკეთო, ამას ხშირად არ უშვებს უფალი. ხან უშვებს, ხან არ უშვებს. ეხლა ეს უკვე უფლის დაშვებაზე და უფლის ნებაზე არის. კეთილი. ოდითგანვე იყვნენ ადამიანებიო, ზოგი ხეიბარი, ზოგი ფსიქიურად შეშლილი, ზოგი შეუხედავი, ზოგიც ლამაზი და ასე შემდგომ. რას ნიშნავს ეს? სადმე თუ არის აღნიშნული, რატომ ხდება ყოველივე ეს? ვიცი რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად და რატო დაუშვა ღმერთმა ასეთი განსხვავებებიო? ეს უკვე ცოდვით დაცემის შემდგომ უფრო ალბათ ხო? ეს არის ფიზიკური, ხო? ეხლა ფიზიკური განსხვავებები. ვიღაცა შეიძლება ხეიბარია, ვიღაცა შეიძლება აი თუნდაც აქ იყო ჩამოთვლილი ფსიქიკური შეშლილობა, ხო? ბევრი რამ შეიძლება ქონდეს ადამიანს გარეგნულად, რაც პათოლოგია, მაგრამ შეიძლება მისი სული იყოს ყველაზე მეტად ცოცხალი, ვიდრე ჩვენ გვქონდა რომ ჩვენ ჯანმრთელები ვართ და ის ესეთია. ღვთის წინაშე ის უფრო მეტია. ის უფრო მეტია და აი როდესაც
უფალი თავის საყვარელ მოციქულებთან ერთად შეხვდება ბრმადშობილ ადამიანს და ეს მოციქულები ისე ეტყვიან უფალს რომ რაბიო მოძღვარო ვინ შეცოდაო ამან ანუ მშობელთა ამის რომ ესე თავი ფიზიკური ნაკლით არის ხო არა ნუ ეს ამის გამო არ ხდება რა თქმა უნდა თუ ხან არის რომ ჩემი არასწორი ცხოვრების გამო ჯანმრთელი ვარ ასე ვთქვათ ფიზიკურად და შეიძლება მე დავიმახინჭო ჩემი გარეგნული შესახედაობა მაგრამ თუ ადამიანს ეს თანდაყოლილი აქვს ხო ამას უფალი უშვებს და ჩვენ ასეთ ადამიანებს ანგელოზებსაც კი ვეძახით რადგანაც მათი ცნობიერება შეუძლებელია სიბოროტისკენ მიიდრიკოს ისინი მარტივად მოდიან ტაძრებში ეზიარებიან და ისინი რომ წარდგებიან ღვთის წინაშე ისინი ასე ვთქვათ მარტივად ცხონდებიან ხოლო ჩვენ ასე ვთქვათ უფრო სხვა მხრივ გველოდება სიტყვის გება ღვთის წინაშე და ამაზე უნდა დავფიქრდეთ და ყველა ადამიანს ჩვენებური ჯვარი გვეძლევა ცხოვრებაში და არის კიდევ ის რომ მე სხვას უნდა მოუვარო ესეც ის არის რომ ესე იგი ყველას არ ეძლევა ესეთი ჯვარი ესეც დიდი მადლი არის რომ მე შეიძლება მეგობარი ახლობელი ოჯახის წევრი მყავდეს ისეთი რომელსაც ჩემი ზრუნველობა ჭირდება ფიზიკური ნაკლი ქონდეს და ამას უფალი უშვებს იმის გამო რომ ყველანი ერთად ვცხონდეთ აი ხვაწლის შედეგად ამ მოთმინებით ამ წუთის სოფლის დატევებით ყველას დიდი საცდური წუთის სოფლს აქვს ხო ყველას დიდი საცდური რა არის ხარ ლამაზი ხარ ჯანმრთელი გაქვს საშუალება და მოდი აბა ახლა იყავი მორწმუნე ძალიან იშვიათი ესეთი ადამიანი, ვინც ესეთი მონაცემებით არის და მორწმუნეა. ყველა არის ბევრი, ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი და ბევრს ვიცნობ ხოთა შორის ესეც, რომლებიც ასე ვთქვათ, ნაკლებად იხედებიან სულიერი ცხოვრებისკენ. ხოლო ის ადამიანები, რომელთაც გარკვეული ესეთი ნაკლი აქვთ, ასე ვთქვათ, ესეთი ჯვარი აქვთ ცხოვრებაში მიცემული, რაც ფიზიკურ ხან შეუხედაობა შეიძლება, ხან ფიზიკურ რაღაც ნაკლს უკავშირდება, ესეთი ადამიანები უფრო მეტად ხშირად მორწმუნეები არიან და უფრო მეტად ერთგულები, გვერდში მდგომები, რაც ეს ყველაფერი წარმოაჩენს იმას, რომ ეს განსხვავება გარეგნულია და არა თქვათ შინაგანი. კეთილი, მამაო. ადამი და ევა რომ ცდუნდებიანო, შემდეგ ღმერთი ეუბნება გველს, რომ ამერიდან მუცლით იხოხებ და ადამიანის ქუსლით გაისრისებიო. ანუ გამოდის რომ მანამდე გველი არ სრიალებდა და მუცლით არ დადიოდა. ამბობენ ამასაც, რომ ესეთი გველი სახეობები არის. ეგრე ეს ახლა პირდაპირ გაგებით თუ ესე გავიგებთ, შეიძლება რაღაცა ეს ჩავსვათ, რა თქმა უნდა, კანონზომიერებაში, ახლა გველი მართლა მუცლით ხო ხავს და ნუ გველის მეშვეობით ახლა მაინდამაც ეს გველი არ იყო, ეს ბოროტი იყო დაცემული ანგელოზი და ნუ ეს როგორ ხდებოდა მაშინ ხო ეს მეტყველებაც არ იყო, ნუ წმინდა გონებით ადამიანები ჭრედნენ ყოველივეს და მეტყველება არ იყო საჭირო, მეტყველება უფრო აი ამის შემდგომი უკვე ურთიერთობა ადამიანებსა და ღმერთ შორის და ნუ ესეთი სიტყვები გააჟღერა უფალმა რომ აი შენ რომ არ დამემორჩილე მე და ესეთი რამე გააკეთე, მუსლით ხო ხავდეთ. ეს შეიძლება ადამიანებსაც განვავრცო ჩვენ ის ვინც უფალს არ დაუჯერებს. შესაძლოა სწორედ აი ესეთი და მართლაც ესე ხდება ხომ აი ფსალმუში წერია ესეთი სიტყვები რომ ვინც უფალს ემსახურება უფალი მას არ დააგდებს არამედ როგორც ლიბანის ნაძვისია აღმართავს და არა ვიხილე მართალი დააგდებულ არცა თესლი მის მთხოველ პურისაო შეიძლება თქვა ადამიანს გაუჭირდეს მართალ ადამიანს მატერიალურად თუ ამბობ ასე თქვა ყველანაირად მაგრამ ის მადლიერებას არ დაკარგავს როგორც მართალიობი და ეს მუცელზე მხოხავი როგორც ესეთი არასდროს არ გახდება და სწორედ ესე არ არის ეშმაკი ღმერთმა ეს განაჩენი მას გამოუტანა უკვე და განაჩენი ის იყო ანუ პირველი განაჩენი ეს იყო მუსლით ხო ხავდე მეორე განაჩენი ქრისტეს მოსვლა ქრისტეს ჯვარცმა სიკვდილის დამარცხება აღგომა და ბოლო განაჩენი საბოლოო უკვე მისაგებელი ან ბოროტ სულზე რომელიც ნუ შესაძლებლობა მას კი აქვს რომ მოინანიოს მაგრამ მამები ამბობენ რომ ეკლესია ამბობს რომ ის არ მოინანიებს და ესე აქვს გადაწყვეტილი ბოლომდე დარჩეს თავის დაცემულობაში კი ეგ არის ზუსტად უსინანულობა არის ეშმაკი მდგომარეობა რთულია ესე ამიტომ ამბობს ეკლესია რომ გარდაიცვლება ადამიანი მე რთულია მისი სინანული სული რჩება სულის სინანული არის წარმოუდგენელი ქორწილი რო დასრულდება მე უკვე აზრი აღარა გინდა მინდი ასპარეზი გინდა გამოიბრანჭი ვაჭრობა სახარებაში როგორც არის გიორგი გვწერს სოციალური ფობიის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი და არის თუ არა ეს ყველაფერი ამპარტავნების და სიამაყის შედეგიო. რა თქმა უნდა ხა ჯაჭურია ყველაფერი და ყველაფერთან არის დაკავშირებული კარგიც და ცუდიც და ეს ფობიები, ეს დამოკიდებულებები, ეს გადაცებები რა თქმა უნდა ამპარტავნებიდანაც მოდის, მაგრამ უფრო ალბათ
მოდის იქიდან რომ ადამიანი ეს ვერ აბალანსებს მის ხოვრებას და ვერ ხვდება თუ რა არის მისთვის ბედნიერების მომცემი. ყველაზე მეტი ბედნიერება მოაქვს უბრალოებას, სიყვარულს, თანმდაბლობას, ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან კარგ ურთიერთობას, ღმერთთან ურთიერთობას და ასე შემდეგ და სამწუხაროდ თანამედროვე ადამიანის წინაშე დღეს ღმერთმაც დაუშვა ესე, რომ ჩვენ უფრო მეტად გავიზარდოთ ამ საცდურებისგან გამომდინარე. ბევრი საცდური არის ნამდვილად და უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ ის ელემენტარული რაღაც თუნდაც ერთი ძაფი კავშირი უფალთან არ დავკარგოთ და თუნდაც რაღაცა 2-3 სიტყვით მაინც ყოველდღურად ვილოცოთ და რაღაცნაირად მოვახერხოთ ის, რომ კვირაში ერთხელ მაინც ტაძარში წავიდეთ და ღვთისმსახურებას დავესწროთ. იმას გეტყვით, რომ აი ამ მცირედი შედეგადაც კი რა თქმა უნდა საფი არ გაწყდება ჩვენსა და ღმერთ შორის და რაღაც იარსებებს რომელიც მოგცემს იმის საშუალებას რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, მაგრამ არ არის პრინციპში ეს ყველაფერი საკმარისი, მაგრამ დასაწყისისთვის გამოდგება ის ერთი უფალო შეგვიწყალენ, ის ერთი პირჯვის გადასახვა, ერთი შეტრიალება ტაძრისკენ თუნდაც ხომ ცოტა უნდა გავჩერდეთ, დავისვენოთ, დავფიქრდეთ ამ წუთის სოფელზე და უნდა გამოვიძიოთ ღმერთი ჭეშმარიტება, როგორც ფსალმუში წერია, ხო? მოიცალეთ და გულისხმა ყავთ, რამე თუ მე ვარ ღმერთი. აი ეს მოცლა თუ არ გააკეთა ადამიანმა, რაღაც ეს გადატვირთვა და გამოყოფა ამ ყველაფრიდან ეს ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი, რაღაც რამდენიმე წუთი უნდა კონდეს ადამიანს ამ ყველაფერთვის, რომ მოიცალოს და გაემიჯნოს ამ ყველაფერს. და ჩაუღმავდე საკუთარ თავს, არ გამოვისი არაფერი. აი ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. რამდენიმე წუთით მაინც დღის განმავლობაში, ყოველდღე უნდა გავაკეთოთ. აუცილებელია ეს გარკვეული ერთმა შეგვიძლია დუმალება, მარტოობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თეაქ წერს ესე იგი, როდესაც ადამიანს ჯერ არ ყავს მოძღვარი და აღსარება სხვადასხვა მგდელთან ამბობსო. ზიარების შემდეგ კი რომ მოუწიოს კიდევ სხვა მოძღვართან მისვლა, ის ცოდვები თავიდან უნდა თქვასო, რა ზიარებამ. არა, უკვე თქვენ მონანიებული გაქვთ ეს ცოდვა და ახლიდან თქმა აღარ არის საჭირო. ბოლო აღსარების შემდეგ რა ცოდვებსაც ხედავთ თქვენ თავშიდან ნანობ, სწორედ აღსარებაში ეს უნდა აღმოთქვათ და ალბათ ადგება ის ასე ვთქვათ ეტაპი თქვენ ცხოვრებაში, რომ იპოვით მოძღვარს, მაგრამ ესეც არის, რომ მოძღვარმაც უნდა გიპოვოთ თქვენ, მარტო ის არ არის, რომ მე მოძღვარი ვიპოვე. მოძღვარმაც უნდა აგიყვანოს შენ ახლა ძალიან ბევრ მოძღვარს უკვე დრო არ აქვს, ახლა იმდენი მრევლი ყავს, იმათაც ვერ აქცევს ყურადღებას და ხშირად თავს იკავებენ ახალი ადამიანის აყვანაზე და პასუხისმგებლობის აღებაზე. ახლა ქრისტეს რატო არ ყავდა 10,000 მოციქული, ხო 12 მოციქული ყავდა და 70 მოწაფე, რომელთანაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა და ეს მოძღვრება ამათი და მე კიდევ სხვას გადაეცემოდა და აი უფრო ჯობია რომ რამდენიმე ასე ვთქვათ სულიერი შვილი ისეთი გამოვზარდოთ, რომლებიც ახლოს იქნებიან სახარებასთან, წმინდა მოძღვრებასთან, ეკლესიასთან და ესენი თავისთავად უკვე აი ამას გადაცემენ მათ მეგობრებს არა ფარისეულურად ქრისტიანობას, არამედ თავდაბლურად სიყვარულით, მეგობრობით, ჩახუტებით, შენდობით, გვერდში დგომით და ეს გამოიღებს უკვე და არა ისე რომ მე 60-ში ვარ და თქვენ ჯოჯოხეთში და ვერ მაიცის ხოლმე რაღაცას რო გაიგებენ ძალიან ისე არიგებენ ჭკუას ხვებს და არის ეგ პრობლემა ეკლესიაში. ჩანს რა, ძალიან მკაფიო ჩანს ეს პრობლემა, რომ ადამიანი უკვე ტაძარში რომ მოდის და ასე ვთქვათ, რევს უწოდებს საკუთარ თავს, საკმაოდ ამბიციური ხდება და იწყებს უკვე ასე ვთქვათ, ქრისტიანობის დაცვას თავის სამსახურში, ოჯახის წევრებში და ძალიან ხშირად გადამეტებულია ხოლმე ეს ყველაფერი. ჯობია რომ ჯერ ჩვენ გავძლიერდეთ, მკურნალო, განიკურნე შენი თავი, ავაცნობიეროთ ყველაფერი, შევისწავლოთ აი ეს წიგნები, რომელიც დღეს ჩვენ ჩამოთვალეთ, წავიკითხოთ განსაკუთრებით იოანე დამასკელის მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემას, ახარება წმინდა მამების მოძღვრება, გავიაროთ ერთი 5 წელი, 10 წელი სტაბილურად ჩავდგეთ რიტმში ეკლესიური ცხოვრების და მე ნენდალა დავიწყოთ უკვე თუ საჭირო იქნება რა თქმა უნდა მცირედი შეგონებები. მაგრამ აინც ხშირად არის ხოლმე რომ თავს ვაბეზრებთ ადამიანებს. ახლა როგორც წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველებდა ბოლო ჟამი ზოგადად არის ეს პერიოდი, ხო? ანუ ქრისტეს აღდგომა და ბოლო ჟამი და ველოდებით მეორად მოსვლას.
და თანდათანობით რა თქმა უნდა უახლოვდებით აპოკალიფსურ პერიოდს. აი ამ ბოლო დროინდელობაზე წინასწარმეტყველი იერემია და ესეც სიტყვებს ამბობდა, რომ ბოლო ჟამსო აღარ იქნება საჭირო, რომ მოყვას უთხრას, რომ უფალი იცანიო. ყველას გულში იქნება ეს გამოწერილად, რომ მე ვარსებობ, მე ცოცხალი ვარ. ჩემი მოძღვრება წმინდა მოძღვრება არის. აღარ იქნება საჭირო ეს გარეგნული მეტყოლებაო და მართლაც ესე არის, ხო? არ უჭირს ადამიანს ღვთისმსწავლების მიღება. მე ჩვენ რომ მოძღვარი ვქვია და ხდელი ვართ, ხშირად ჩვენგანაც ხან არის რომ რაღაც ვატყობ რომ ადამიანი ვეღარღებულობს ამას და იქ წყვეტ უკვე ჩემს სიტყვას და აქედან გამომდინარე ყველას ერთნაირი მიმღებლობა ხო არა. ეგეც არის კი ამხილე ბრძენს და უფრო ბრძენი გახდება. ნუ ამხილე ბუგუნურს რომ არ შეგიძულოს შენ. და ნუ ეს ურთიერთობა მოძღვრისა და სტულიერიშვილის იწყება იმითი რომ მეც უნდა გულმა გამიწიოს მოძღვრისკენ, უნდა დავწმუნდე რომ ეს ის არის ვინც გამიწყობა ქრისტეს გზაზე, ვინც ქრისტესთან იქნება ჩემი შუამავალი, საიდუმლოებებს შემისრულებს, სოდებს მომიტევებს, ოლას გადამაფარებს, მაზიარებს და აგრეთვე როგორც ვთქვით მოძღვარმაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯი რა, როგორც ქრისტემ ასე თქვათ მოუწოდა მოციქულებს, ხო, განსაკუთრებული მზერით მიმართა მოციქულებს და მოციქულებმაც როდესაც ესმათ ეს მოწოდება რომ მოდი დატოვეთ ყველაფერი მე გამომყევით, შეძლეს დატოვეს ყველაფერი და გაყვნენ ქრისტეს. აი ეს ორმხრივობა უნდა იყოს აუცილებლად, თორე ისე არ გამოვა არაფერი. კეთილი. მაყურებელია ეს, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ხო, კარგით. ისაუბრეთ, ეთერში ხართ. დაგლოცეთ მამაო, თქვენ უკან დაგლოცეთ. გაიხარეთ. მყავს შვილთაშვილი გადაცლი, რომელიც იყო მოუნათლავი 3 წელი. ხო და როგორც მითხრეს, არ შეიძლება მისი ტაძარში მოხსენიება, სამწისანთება რაღაცა და ასეთი რამე, ოღონდ გაერთით მოწყალება და მხოლოდ მოწყალება. ასე კი ვაკეთებ, მაგრამ რამდენად სწორია და რას მისცემ ტაძარში მიცვალებულთა ქრისტეს სახელთან ჯვართან შეიძლება ის სანთელი აუნთო და მოვიხსენიო იქ ტაძარში? მადლობა კითხვისთვის. მადლობა. ანუ კიდევ ერთხელ უნდა გავაჟღეროთ ეკლესიის მოწოდება ამასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ცუდი არის, როცა ესეთი სიტუაცია არის, ჯერ მოუნათლავი, მე თქვათ ბავშვი ესეთ ასაკში უკვე ტოვებს ამ წოთის სოფლის ცხოვრებას, ბავშვი უნდა მოუნათლოთ უმჯობესია მალევე, ნუ ახლა თუ ჭირვეულობს ბავშვი, მაშინვე გადაუდებლად და თუ ესე მშობლები და ოჯახის წევრები დააყოვნებენ ნათლობას და ბავშვი გარდაიცვლება, ესეთ მოწოდება არის, რომ აი თქვენგან გამოვიძიებო რა, ესე იგი თქვენ მოგეკითხებათ ამ ბავშვის სულიო და ნუ აწინ ასე თქვათ ვეცადოთ რომ ეს გამოცდილება თითოეული ერის გამოცდილებად უნდა დაიდოს კიდევ ერთხელ რომ ესე იგი თუ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს რომ ქრისტეს გზაზე უნდა ვიყოთ და ჩვენი შვილებიც ამ გზაზე უნდა დადგნენ, ჯობია რომ მალევე მოხდეს ეს ახლა. იმას ამბობენ რომ ბავშვო თავისუფალი ნება აქვს და ხო არ წავართმევთო და თავისუფალი ნება მერეც ექნება ხა თუ არ მოეწონება მართლმადიდებლობა რომ აპატიე, შეიყვარე, ისწავლე, მშობლებს პატივი ეცი, მეგობრისთვის თავი გაწირე, უფალს ემსახურე, სამშობლოს ემსახურე, ცუდი რა არის ქრისტიანობაში. დღეს მთელი მსოფლიო აღიარებს იმას რომ ქრისტიანობაში ყველაფერი კარგია. უბრალოდ ადამიანები ვერ ემორჩილებიან მას. ადამიანს თუ მე არ მოუნდება, მე შეუძლია სხვაგან წავიდეს და მოიხსნას ეს. კარგი რაც არის ჩვენ ვიცით და ვაწვდით იმას, ხო? რა თქმა უნდა, რაც აუცილებელია. ამ შემთხვევაში ვარ დაველოდებით ახლა როდის გაიზრდება და გადაწყვეტს. ეხ და სწორად ხართ ინფორმირებული, როგორც გითხრეს სასულიერო პირმა, ეგრე არის მის სახელზე როცა ჩვენ გაგვახსენდება ეს პატარა ანგელოზი, შეგვიძლია რომ სიკეთეები გავაკეთოთ და ყველაზე დიდი სიკეთე ის არის რომ ჩვენ უფალთან მივალთ და ვილოცებთ, თუნდაც სხვას დავეხმაროთ და ასე შემდეგ, სიკეთის მრავალი გამოვლინება არსებობს. რაც შეეხება თვითონ კვეთაში მოხსენიებას, ნუ ესე არ ხდება კვეთაში მოხსენება ამ შემთხვევაში. და ნუ ახლა სანთელის დანთება ხა მის სახელზე რომ მე მინდა რომ მისთვის სანთელი დავანთო, ხო, რატომაც არ შეიძლება? შეიძლება რომ მის სახელზე სანთელი დავანთო. მე ხო სანთელი ავიღე ეკლესიაში, სანთელი რო ავიღე ეკლესიაში, ამით მე ჩემი პატარა შეწირულობა გავაკეთე ეკლესიისადმი.
რაღაც ღირებულება გადავიხადი, ავიღე სანთელი, დავანთე ამის ბავშვის სახელზე, თქვათ, ჯვარცმასთან და რა თქმა უნდა, უფალი დაინახავს ამას, მაგრამ დამიჯერეთ ჩვენ სხვანაირად მოგვეთხოვება და ჩვენ ვეცადოთ რომ ჩვენი შეერისულები დავაპუროთ, სახარება ვიკითხოთ ყოველდღიურად, ჩვენ თავში ჩავიხედოთ ყველაზე დიდი სიკეთე, რაც შეგვიძლია გავუკეთოთ ჩვენს გარდაცვლილებს, არის ჩვენი ქრისტეს გზაზე მავალობა. მარტო სანთლის დანთება არ არის, ხომ, არის გულწრფელი აღსარება, გულწრფელი სინანული ღვთის წინაშე და ზიარები ცხოვრება, რომ ჩვენ დავიწყოთ რეგულარულად ღვთისმსახურებაზე სიარული და ქრისტეს ხორცი და სისხლის მიღება, რომ ამით ჩვენი დაძველებული, გაღწნილი, სოდვა შემოსილი ბუნება შეეყოს საღვთო ბუნებას და შევასრულოთ ჩვენი ყველაზე დიდი მოწოდება, რაც არის, ხომ, გავხდეთ საღვთო ბუნების თანაზიარნი. აი ეს არის ყველაზე დიდი სიკეთე, რაც შეგვიძლია ჩვენ მიცვალებულებს გავუკეთოთ, თორე გასაგებია რომ საკურთხის, მარილი, რაღაცა ზეთი, ანაშვიდი შეიძლება გადაიხადო, შეკვეთილი წირვა შეგიძლია გააკეთო, მაგრამ შენ თავი არ უნდა არიდო ღმერთს, ღმერთს არ უნდა დაემალო. ღმერთს გული უნდა გაუხსნა და ღმერთის გზაზე უნდა იარო. შენთვის თავი უნდა იყოს, როცა შენ მართლა გიყვარს ის ადამიანი, თავი უნდა იყოს შენთვის ის რომ ბოლომდე ემსახურო უფალს. ხომ ასე აბელმაც შეწირა მსხვერპლი და კაინმაც, მაგრამ კაინის მსხვერპლი ვერ მივიდა ღმერთამდე და ამის გამო მან დაკარგა ყველაფერი, ხო? თეო გწერს, რომ დეიდაშვილი მყავდა მეჯვარეთო და თუ შეიძლებოდაო მამაოსთვის არ მithქვამს დამავიწყდაო. კი. ანუ შეიძლება, აკრძალული არ არის, თვითონ მეჯვარეობა თავისთავად, ესე თქო, ნათესაობა ჯერ კიდევ არ არის. რა თქმა უნდა, ეს არის რჩეულობა, რომ მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც ჩემი ცხოვრების მეგზური გახდება, ჩემი ჯვრის მატარებელი მეჯვარეთ სწორედ ამას უკავშირდება და რეალურად ჩემი მეჯვარე, ჩემი ნათესავი, ჩემი ოჯახის წევრი, სულიერ ოჯახის წევრი ხდება მაშინ, როცა ის ბავშვს მომინათლობს მე. და აკრძალვა არ არის იმაზე, რომ ჩემი დეიდაშვილი იყოს ჩემი მეჯვარე და გახდეს ჩემი შვილის ნათლია. თუმცა მაინც ჩვენი ასე ქართველობიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ გვიყვარს კონტაქტები, გვიყვარს ის რომ დიდი თანაცნობო ყავდეს, როგორც სულიერ ცხოვრებაში ესე არ არის, რაც მეტი წმინდანი გეყოლება მეოხი, მეტად თამამი ხარ მე და მეტად დიდი პოტენციალი გაქვს ცხონების. გვინდა რომ ეს ჩვენი ურთიერთობა გავშალოთ და ნათესავი ისედაც ნათესავია, ხო? ეხა დეიდაშვილი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ამაზე მეტი სიახლოვე დაძმის შემდეგ ეს არის. და უფრო ესეთი მოწოდებაა, რომ გავშალოთ ეს მეგობრები, გავიცნოთ, დავნათესავდეთ და ყველა ჩვენ გავხდეთ რა, მთელი საქართველო ჩვენ ვიყოთ, მოდი ესე ვთქვა და ყველანი ვიყოთ ერთმანეთის ზოგი ისე, ზოგი ასე ახლობლების მაკაცები, მეგობრები და ოჯახის წევრები. კი ბატონო, ორსულმა ადამიანმაო, მხოლოდ ოთხშაბათს და პარასკევს რომ იმარხულოს თუ შეიძლებაო. მაქსიმუმი იქნება, ძალიან კარგი იქნება. ისედაც ეხა ხორცის ჭამა ყოველდღე ისედაც არ ვარგა, ეხლა ალბათ მედიცინის მუშაკებიც დამეთანხმებიან. დავარეგულიროთ ისე ეხლა თუ ადამიანს აქვს ეს რაღაც დამშვიდებული ცხოვრება, რომ შეუძლია თვითონ ესე აირჩიოს და რასაც აირჩევს ის ჭამოს, ზოგს არ აქვს ამის საშუალება, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, რომ სხვა დღეებში მიირთვას მით უმეტეს ორსული არის ის საჭირო საკვები, რაც არის, რასაც ურჩევენ დავიანთი, თქვათ, ექიმები, თვითონ რასაც აქვს მოთხოვნილება, ხო? და ეხლა ორსული ქალიდან ოთხშაბათი პარასკევის მარხვა ეს ძალიან დიდი ღვაწლია, იმიტომ რომ ამას ხშირად ამწუხაროდ არ აკეთებს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ამგვარ ღვაწლში არ არის და ეხლა ისიც მინდა ვთქვა, რომ როდესაც იქნება სამყაროს აღსასრული და კაცობრიობის განკითხვა, ხშირად მომიწია გადაცემაში ხა ამის ხსენება, მაგრამ სუდი ამაში არაფერი არ არის, რაც ხშირად გვემახსოვრება მით უკეთესი. უფალი ამბობს ესეთ რამეს, რომ ნინეველებიო, ებრაელებს ეუბნება თქვენ დაგსჯიანო. იმიტომ რომ იონას გადაგების შემდეგ მოინანიეს ცხოვრება შეცვალეს. იგივე სამხრეთის დედოფალების სამხრისაი თქვენ დაგსჯითო, იმიტომ რომ სოლომონის სიბრძნის მოსასმენა ჩამოვიდა რაღაც დედამიწის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეშიო და ესე არის რომ ეხა თუ ორსული ქალი მარხულობს და მე ასე თქვა არანაირი ამგვარი ის არ მაქვს, ხო, ქალებზეც მაქვს საუბარი, კაცზე ხა ადამიანს ეხა მამაკაც თუ არაფერი არ აწუხებს, ჯამთელი არის, ქალი ორსულად არ არის, მოცლილი ცხოვრება აქვს, რატომ არ უნდა იმარხულოს, ხო? აი ეს ადამიანი, ხო, ორსული რომ ესე ინდომებს და მარხულობს, ბევრზე წინ დადგება მისი ღვაწლით და სრულად თქმა უნდა საკმარისი არის ეს მისი ორი მარხვა და ერთმა შეუწიროს ჯამთელობა მისეს და
ერთ-ერთი რითაც უნდა ცხონდეს ქალი არის დედობა. როგორც ბრძანებს პავლე მოციქული, ქალი ცხონდება შულცხმისაგან ეს დამეთი დედობით. ღმერთის ხილვა თუ არისო ამ ცხოვრებაშივეო შესაძლებელი და თუ კი როგორო? რა თქმა უნდა, შესაძლებელია რაღაც დონეზე ჩვენ ყველას გვაქვს ეს ჩვენი მხედველობა ღვთისადმი, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან შორს ვართ იმ მხედველობისგან, რაც ქონდა წმინდანებს, უფალი მოციქულებს, სანამ ის თაბორის მთაზე ავიდოდა, ესეთ რამეს ეუბნება, რომ არიან თქვენ შორის ისეთი ადამიანები, რომელთაც არა იხილონ გემო სიკვდილისაი, ვიდრე იხილონ სასუფეველი ღვთისაი. ანუ მანამდე იხილავენ სასუფეველის ხილვა, ეს იგივე ღვთის ხილვა არის, ხო? ანუ სასუფეველი ეს არის ღმერთთან ყოფობა და ღმერთთან ურთიერთობა. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ნეტარება სწორედ ამას უკავშირდება, ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ და ეს გულის გაწმენდა უკვე არის ბოლო ეტაპი გაწმენდის პროცესში, ადამიანის ქრისტიანული ცხოვრების სრულყოფის საქმეში, და ამის შემდგომ იწყება უკვე სულიერი თვალების ახილვა და ღვთის მხილველობა. და ყველა ჩვენებურად რაღაცნაირად ვხედავთ უფალს, მაგრამ არის ესეთი მდგომარეობა რიგ შემთხვევაში ადამიანებზე, რომ ადამიანებს აქვს დამახსოვრებული ღვთის სასწაულები. და მაგალითად რომ აი სახარება წაიკითხა, რომ ქრისტემ მაგალითად სისხლმდინარე დედაკაცი განკურნა, იაიროსის ასული მკვდრეთით აღადგინა, ლაზარი მკვდრეთით აღადგინა, თავად აღდგა მკვდრეთით, მოციქულებმა ეს ყველაფერი ნახეს, საკუთარი ხელებით შეეხნენ აღდგომილ უფალს, ისეთი მერყევი, ასე თქვათ, რწმენაში მოციქული როგორც იყო თომა, მანაც კი ირწმუნა, აი მოწამეების თავგანწირო. აი ლოგიკურად რო დააფიქრდე, ნუ რა თქმა უნდა ქრისტე ღმერთია და შენ უნდა იყო ქრისტეს გასზე მავალი. და აი ეს რაღაც პირველ დაწყებითი რწმენა არის ხშირ შემთხვევაში ადამიანებში. ესეც გარკვეული ხედვა არის, სულიერი ხედვა, მაგრამ თანდათანობით აი უკვე ლოცვის შედეგად, სახარების კითხვის შედეგად, ზიარების შედეგად და ღვთის ცნებების დამარხვის შედეგად ადამიანში უკვე იღვიძებს სულიერი ხედვა, ღვთის მხედველობა, რაც რა თქმა უნდა უკავშირდება სულიერ ზნეობრივ გაწმენდილ ცხოვრებას და ეს არის ყოველდღიური პროცესი. ანუ დღეს რომ რაღაც დონეზე ჭრეთ მართლმადიდებლობის დიდებულებას, თუ მე არ გავჩერდები და ხვალაც განვაგრძობ ჩემს ღვაწლს, ხვალ კიდევ უფრო მეტად დავინახავ. მაგრამ არის ისეთი შემთხვევები და რაღაცა ეპიზოდები ადამიანის ცხოვრებაში, რომ შეიძლება ადამიანს დაეხშოს სულიერი მხედველობა. და აი ამ შემთხვევაში ადამიანმა იმედი არ უნდა დაკარგოს. როგორც ფსალმუში ბრძანებს ავი წინასწარმეტყველი, დაასდეო ბნელი და იქმნა ღამე. აი მოციქულებს რო ეუბნება ქრისტე, რომ ეშმაკმა გამოკითხოვა თქვენ აღცრათ და იყო ესეთი წინასწარმეტყველება, დავსცემ წყემსი და განებნინენ ცხოვარნის სამწყსო ისა მისისანიო და რაღაცა დიდი სიბნელე იყო დაშვებული მაშინ ეკლესიაზე და მოციქულებზე და თვით ისეთმა მოციქულმა როგორც პეტრე იყო სამჯერ უარყო ქრისტესთან დაიფიცა არ ვიცნობ მასო და ხდება ხოლმე ესეთი ეპიზოდები ჩვენ ცხოვრებაში და ერთმა შეგვაძლებინოს რომ გადავლახოთ და ეს ჯაჭვი არ გავწყვიტოთ ქრისტესთან. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ზეფას მაყურებლებს შევასწენებ რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანონის დავით მექვაბიშვილი. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალუბლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.